მოგესალმებით გადაცემა ცისარკიდან. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს, მკვლევარი ერეკლე შონია. ჩვენი გადაცემის სპონსორია მაღაზია თილისმა, რომელიც მდებარეობს ირაკლი აბაშიძის 62 ნომერში. და დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ, რაც არის ჩვენს წინაპრებთან და ძველ ცხოვრებასთან დაკავშირებული, რომელიც ძალიან გვაინტერესებს. მოგესალმებით ერეკლე. მოგესალმებით. ძალიან საინტერესო არის ის ენერგეტიკული თემები, მე ძირითადად ენერგიებს ვეხები, იმიტომ რომ ამის გარშემო ვმუშაობ. ჩვენი წინაპრები მაგალითად როგორ არჩევდნენ სახლებს. დღეს ეს არის ძალიან ამოვარდნილი, მთლიანად ადამიანები აღარ აქცევენ ძალიან ბევრ ამას ყურადღებას და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. აღმოსავლური სწავლების მიხედვით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს დედაბოძი, სადაც ტაიჩის წერტილი ქვია და რატომღაც მაინდა-მაინც უნდა მე მესწავლა მაგალითად აღმოსავლეთში, რომ ეს ინფორმაცია მქონოდა და შემდეგ შემედარებინა. მაინტერესებს ამას რომ გავყვეთ, ჩვენი საცხოვრებელი გარემო. როგორ იყო, როგორ არჩევდნენ ჩვენი წინაპრები? როგორ ენერგიებს არჩევდნენ, უფრო ეს მაინტერესებს. დავიწყოთ, რომ დიდი წინაპრები, ეს იგი მთელი კაცობრიობის წინაპრები, რომლებიც გარკვეულ ცოდნას აგროვებდნენ და ჩვენ ლოკალურ წინაპრებზე გადმოვიდეთ, ხო, ქართველებზე, კავკასიელებზე. ფაქტია, რომ ტყუილობრივად არ ხდებოდა ამ შერჩევა არც სახლის, არც აულცავი ადგილის და ის რაც შემორჩენილია ახლა აღმოსავლურ კულტურაში რაცაა შემორჩენილი, ამით ჩვენ ახლა იგივე ჩვენივე ფესვების მკვლევას და სხვა თვალით დანახვას ვიწყებთ. და აქედან რადგან ჩვენთან ბევრი ესე ვთქვათ მიმსვლელი იყო მტერი, დაპყრობა, ბევრჯერ აუხრება, მრავალი ტრადიცია, მრავალი ეს თქვათ ეს დიდი ცოდნა არის დაკარგული რაღაც დოზით და სულ იმას ვამბობდი რომ აი რაც უდია რომ არის დაკარგული ეს ცოდნა, მაგრამ მე ეს ჩემი მეგობარი რომელიც ძალიან საინტერესო ადამიანია, ეს განდობილი დავარქვათ, ხო? ეს მეუბნებოდა რომ არაფერი არ არის დაკარგული, საჭიროების დროს ეს ცოდნა ოღონდ ადამიანი მზად იყოს, ეს ცოდნა ისევ ესე დევს პირდაპირ და შეიძლება აიღო და შეიძლება გამოიყენო პირდაპირ. და აქედან ამის მერე ესე თქვა როცა მე რაღაც გარკვეული თვითონ გავიარე რაღაც ცვლილებები და დავიწყე ერთი მდგომარეობიდან ჩვეულებრივ ბიზნესმენის მდგომარეობიდან გადავერთე და გავხდი ადამიანი რომელიც გარკვეულ მიმართულებებს აძლევს ადამიანებს და ეს ამ ცოდნამ დაიწყო მოსვლა იმ შეერთებული ზემგზნობიარე ადამიანებით, დაიწყო მოსვლა ყოველი მხრიდან თაობებით დაგროვილი ცოდნა წამოვიდა, ესე თქვათ, რამდენიმე თაობის ცოდნა, რომელიც თუნდაც ჩემ ოჯახში მესამე თაობა მსახურებით ადამიანის და გარემოს ურთიერთობას, ადამიანთან, ადამიანის უფალთან და ასე შემდეგ. ეს დაიწყო ბაბუისგან, რომელიც ასე იკვლევდა ამ საკითხებს, სამყაროში ამ ენერგიებს და მე წამოვიდა მამაზე და ბიძაზე მამა როგორც ფიზიკოსი ამას იკვლევდა, ბიძა ჩემი როგორც მედიკოსი და ჩემთან უკვე როგორც გაერთიანდა ეს ცოდნა, მოვიდა და იქიდან დამომდინარე 2019 წლიდან 18-დან აქტიურად ვარ ჩამული ამ საქმეში და ხედავ რომ როცა ერს უჭირს გარკვეული მომაწესრიგებელი მექანიზმი ამ ერის გადარჩენის იწყებს გააქტიურებას და ზუსტად მაგ დროს ეს ცოდნები იღვიძებს, იმიტომაც არის ამდენი მოძღვარი გახდა, ამდენი რა ვიცი ტელევიზორში მოლაპარაკე პირი გახდა, ხო, გადმომცემი ცოდნის დიდი მამები, დიდი დედები, რომლებიც რაღაც ცოდნას ატარებენ და აწესრიგებენ გარემოს, გარშემო ამშვიდებენ. ამ პერიოდში ეს არის აუცილებელი, თუ დედამიწა გარკვეულ კრიზისულ პერიოდს გადის და ზუსტად ეხლა ამ კრიზისების დროს ტრიალებს ხოლმე შიში, რის გამოც კაცობრიობა ვერ მრავლდება, იძაბება, ხოცავს ერთმანეთს და ეს არ მოხდეს ზუსტად იზეციური ჩართულობა ამ დროს ააქტიურებს ესეთ ადამიანებს, რომლებიც იწყებენ გარკვეული ცოდნის განმოტანას. ეს ცოდნა არის ზუსტად ადამიანის გარემოსთან ურთიერთობის თემატიკა, ხო? რომ ადამიანი სიმშვიდეში იყოს, ბედნიერებაში იყოს. ამ ყველაფერს სჭირდება ეს თქვათ ისევ როგორც წარსულში მოგროვებული ცოდნის, ასევე მიმდინარე ცვლილებების და მიმდინარე ცოდნის გამოყენება, რადგანაც არ არის ისეთი მომენტი, რომ სტატიკური იყოს სამყარო, განვითარების რეჟიმშია და აქედან გამომდინარე იმ ცოდნებს რაღაცა ემატება, ახალი მოდის, ახალი პერიოდი, ახალი მიმართულებები და ვარქვათ ახალი ტენდენციები, რომ თუ ძველად შეიძლებოდა კიდე ომები ან რაღაც უკვე მოდის პერიოდი, როცა არ შეიძლება ეს და ამას უნდა აყვე დაუშვათ. აქედან გამომდინარე თუ ჩვეულებრივ ცხოვრებაში
შეიძლებოდა რაღაც დაძაბულობის თემატიკა, შეიძლებოდა რაღაც ჩვეულებრივი ყოფა და თუნდაც ეგოიზმი გარკვეულწილად საკუთარ თავზე ფიქრი, როცა ესეთი კრიზისული პერიოდი მოდის და ეს კიდე მომასწავლებელია იმ ახალი ერის მოსვლის, ხო, პირობითად ახალი წესების შემოსვლის, მაშინ ზუსტად არის საჭირო რომ ის ძველიდან რაღაც ამოვიღოთ და მიმდინარე ტენდენციები გავითვალისწინოთ და აქედან გამომდინარე ის ჩვენი გარემო შევცვალოთ. და ამ გარემოს შეცვლა იწყება ჩვენი თავით, ხო? ჩვენ ვინა ვართ ახლა, როცა არიან ადამიანები, რომელსაც არ აქვთ ფუნქციონალი დიდი და არიან გარკვეული ინფორმაციის და გარკვეული სულიერი ნაკადების მატარებელი. არიან ადამიანები, რომელსაც რაღაც ვალდებულება აქვს. ეს ვალდებულება გარკვეული რაღაც მიმართულების მიცემა ყველა ის თქვა დარგში დაწყებული დაუშვათ პურის ხოვიდან დამთავრებული რა ვიცი მართვის სტილით ან რაღაცა მიმართულების მიცემისა. აქედან გამომდინარე საჭიროების დროს ეს ხალხი ირვიწებს, იწყებს ამ ყველაფრის დალაგებას. ტრანსფორმაცია იწყება ადამიანით, როგორც თქვით, და ეს ადამიანი პირველ რიგში თავის მიკროგარემოს ეხება, ხო, ესაა სახლის რაღაც არის. და შეუძლებელია ახლა ძველად ცხოვრობდი, როგორც ცხოვრობდი, იმ ინერციით გააგრძელო ტრანსფორმაციის პერიოდში ყოფა, ხშირ შემთხვევაში ის გარემო შემზღუდავი ხდება შენი, გამაღიზიანებელი ხდება, მარტო შენობა ნაგებობას არ გულისხმობ, თუნდაც ეს არის იგი ოჯახური მდგომარეობა გარკვეული, ამაზე შეიძლება მე ვისაუბროთ. მაგრამ ფაქტია, რომ ტრანსფორმაციის დროს იმდენად თუ გზას გადის ადამიანი ჩვეულებრივი ყოფიდან რაღაც ზემგზნობიარე ყოფაზე გადასვლის დროს, ეწყება მაგალითად ეს არის სტატიკური ენერგიის შეგრძნება ეწყება მას, რომ ყველაფერი დენსულ ყავს აქტიურად ამ ცვლილებების დროს. ეწყება ის, რომ ის ზემგზნობიარე ხდება ამ დროს სინდიპონის დაუშვათ საბანზე, ლამინატზე, ყველაფერზე გარშემო, ანუ სინთეტიურ რაღაცებზე და თუნდაც სინთეტიკას ვერ იწმევს, ამ მომენტში ჭირდება ბუნებრივი დასაცმელი, შემზღუდავ რაღაცებს უჯერ ვერ იწმევს, ვეღარ ატარებს ბიჯუტერიას ან ასე შემდეგ და ანუ და გარემოს თავისთავად თუ ის გარემო იმაში ცხოვრობდა და პირობითად თქვა 80-იანებში ქონდა რემონტი გარკვეული, გაკეთებული, უკვე ეს რემონტია რა გმაყოფილებს. უკვე იქ მომენტია რომ დაუშვათ ის გარემო ძაბავს თუ ჩვეულებრივად ეძინა დაუშვათ იმ სახში უკვე რაღაც არ აძინებს უკვე რაღაც არ ასვენებს და ეს ადამიანი იწყებს გარემოს ტრანსფორმირებას ეს არის როგორც ხილული ნაწილი ამ ყველაფრის ასევე უხილავი ენერგოინფორმაციული ნაწილი რაც დაუშვათ აღმოსავლურ თემაში არის ეს ფენშუის თემატიკა რაც თქვენ კარგად მოგეხსენებათ ასევე ზოგადად ეს შეიძლება არ იყოს ფენშუიდან დაკავშირებული მაგრამ დაუშვათ ინტუიციურად ეს ადამიანი გარემოს აწყობდეს და ამ გარემოს მოწყობის დროს, ამ ტრანსფორმაციის დროს აკეთებდეს ისეთ დაუშვათ ჯერ იწყებდეს ნგრევას ყველაფრის, მერე შენებას და თვითონ თავის ხელითაც ხდება ხოლმე ეს რაღაც მეზეზეთი გზავიარე და ყოველ კუთხე კუნჭულში, ესე იგი, აი ამ დიდი ყურადღებით, რომელსაც ადამიანი თუნდაც თვალებით აკეთებს, ხო, გაკეთების დროს ან ხელებით ძებს ენერგიას, ამ დროს ყოველ კუთხე კუნჭულში ენერგია იდება, ეს ენერგია ადამიანის მიერ გამოტარებული ენერგიაა, თუ დადებითი განწყობით აკეთებს ეს ადამიანი მას პლუს რაღაცა მახასიათებელი აქვს, თუ დაანგრეულია შინაგანად მინუს დამახასიათებელს აკეთებს და მაშინ დამანგრეველი ხდება ეს გარემო და გასაწმენდი ხდება მერე საერთოდ და ეს წმენდა შეიძლება დაუშვათ თაობებით დაგროვილი სიმძიმეების კი იმ ოჯახში რაც ყოს ის იყოს დაუშვათ კედლის დონეზე თუნდაც ჩამოშაშლელი გაჯიან კედლები მოსახსნელი ან სივრცე გასახსნელი და შემთხვევაში ვამბობთ რომ ის სულიერი მდგომარეობა რაც არის განმაპირობებელი დანარჩენი ყველაფრის ხორციელი მდგომარეობის ფიზიკური მდგომარეობის ის არის მსგავსი ფიზიკისა რა და ამიტომ რაც მიმდინარეობს სულიერ ასპექტში მიმდინარეობს ამ დროს ფიზიკაში ანუ ჩვენ გარშემო და პირიქითაც ეს ფიზიკაც ზემოქმედებს ესე იგი იმ სულიერ ასპექტებზე და ამიტომ ის ძველი ყოფა რაც არის ხშირ შემთხვევაში ინგრევა გრევას განიცდის და ეს არის ხშირ შემთხვევაში რაღაცა შეკეთება სახლის ძლიერი საფუძვლიანი ან აშენება ახლის ან გაყიდვა ან დაკარგვა სახლი ნუ ეს რაღაცები და ხდება ის რომ ახალი შექმნა და ეს ახლის შექმნა
აი ზუსტად ამ პერიოდებში, როცა ნიჭი ეხსნება ადამიანს, იქ იღვიძებს მისი ნიჭი ხანგრძლივად დაუშვათ მიმალული ან ჩაკარგული, მაგალითად ხატრობის, დიზაინის და ასე შემდეგ და აი ეს ადამიანი ქმნის მერე შესაბამის გარემოს, თავის გარემოს, რომელშიც დავარქვათ სითბო, სიყვარული, მადლი იდება და ეს ადგილი ხდება თუნდაც სიწმინდის ადგილი. სიწმინდის და ენერგიის მარეზონირებელი. აქ მარტო ფენშუის თემატიკა აღარ არის. არა, აქ სხვადასხვა თემაა. აქ დავაყენო სარკე, აქ დავაყენო ლოგინი არა, არამედ აქ უშუალოდ გარემოს მევცვლი და გარემოში მევხვდები როგორც გენერატორი ამ ენერგიის და ეს გარემო მე მეხმარება, ანუ ხდება ჩემი, დავარქვათ ჩემი მონასტერი ხდება, ჩემი ლოცვის ადგილი. ჩვენ ყველანაირ ჩვენ სახლშიც რა, ის სარკე შეიძლება ზუსტად ისე გააკეთო, როგორც ფენშუი და რაღაცა სწავლება გეუბნება, იმიტომ რომ გრძნობა ამას. მაგრამ მაგის გარდა მე თვითონ ის ინდივიდუალური მიდგომები დავუშვათ, რომ ეს მე რას ვაკეთებ, მე როგორ მაგიდას ვაკეთებ, მე რა აქედან გამომდინარე ჩემი ერთიანობა ინტუიციურ დონეზე მე ჩემი როგორც ადამიანის ხორცელი ადამიანის და ენერგეტიკული და სულიერი ნაწილის ეს ერთიანობა ქმნის რაღაცას და უშუალოდ სკამი შევქმენი ან მოხატე რაღაც გავაკეთე რაღაცა და ერთი ვალამაზებ გარემოს მეორედ ეს არის დება ენერგიას და მე უკვე თვითონ გადავდივარ გარკვეულ მსახურებაზე, იმიტომ რომ თვითონ ეს ცვლილებები ხო ესაა დაწყებული როგორც თქვით, როგორც ფიზიკური ცვლილებები ადამიანის გარემოს შინაგანი ცვლილებები უკვე ითხოვს თვითონ ადამიანის სრულ ტრანსფორმაციას, მათ შორის მსახურებას ადამიანების მიმართ და იქ გარკვეული ნიში გაიხსნება, რითიც მე ვემსახურები ადამიანებს და ისე აეწყობა პლუს მოვლენები, რომ მე უშუალოდ ოფისში კი აღარ ვიარო დაუშვათ, არამედ სახში მიიღო ადამიანები გარკვეული კონსულტაცია გაუწიო. პირობითად ეს იქნება სამედიცინო მხარე, ეს იქნება მხატვრობა და ასე შემდეგ მოწაფეები არ იყო და ამ დროს აი ამ ჩემ გარემოში მომხდარი ეს ხალხი სრულ ტრანსფორმაციას განიცდის, რადგან ეს გარემო უკვე ხდება ჩემთვის როგორც აკუმულატორი დამატებითი დამუხტავი ხდება და უკვე არა მარტო მე, არამედ ეს გარემოც ზემოქმედებს ამ ხალხზე და ამ ხალხსაც გარკვეული ნიჭები უნარები და შინაგანი ტრანსფორმაცია ეწყება. ახლა არის ეს ზუსტად ეს პროცესი, რომელსაც გავდივართ. ამის გარდა კიდე რაც მოქმედებს ამ გარემოზე ზოგადად, ეს არის გეოლოგია, გეოფიზიკა უბრალოდ დავარქვათ გარემოსი. მაგალითისთვის ეს არის მიწისქვეშა წყლები, ეს არის მიწისქვეშა სიცარიელები, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციები. არის დაუშვათ ქალაქები, რომლებიც დატვირთულია ამ ესეთი ველებით, ესეთი მიწიდან ამოსული გამოსხივებით და ესეთი ქალაქია მაგალითად ჩვენ საცხოვრობ თბილისი. უამრავი ხეობა, ხევი, უამრავი მიწისქვეშა წყალი, სხვა ტიპის მახასიათებლის, გოგირდოვანი წყალი და სხვა ეს კი დანიშნულების და მათ შორის ესაა სამკურნალო წყლები. მაგალითად ვეძისი თუნდაც რაც არის დასახლება, ეს ვეძა არის ზუსტად ის წყალი სამკურნალო, რომელიც იქ მოდიოდა თავის დროზე, ხო? ძალიან ბევრი სამკურნალო წყლები გვაქვს, საერთოდ ძალიან ისეთი იღბლიანი ქვეყანა გვაქვს და ვართ უბრალოდ იღბლიანები, რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, იმიტომ რომ ძალიან აქედან გამომდინარე, აი ეს წყალი, საერთოდ მიედინება და უშუალოდ როცა აშენდა ახალი უბნები, როგორ გააკეთეს და უშუალოდ მიწისქვეშა დრენაჟები, სადაც გააკეთეს, სადაც გადის წყალი, ამ ყველაფერს თავის აქ დანიშნულება ხო და აქედან გამომდინარე, ასევე ზემოქმედება გარემოზე. რომელიც ესა მიწისქვეშა ამოსული სხვადასხვა რადიოქიმიური რაღაცასთან რადიოაქტიული ნივთიერებების თუნდაც მათი აქტიური ზემოქმედება გარემოზე მოქმედებს ადამიანზე და არის მთელი უბნები, სადაც არის ხოლმე სირთულეები გარკვეული, რომ ესეთ ადგილებში აშენებული და იმ ადგილებში მაგალითად სახლები იბზარება, იმ ადგილებში მაგალითად ჩვენ სადაც ვართ ახლა ეს უბანი ხო ეს ვერის უბანი წყაროებით გამოირჩეოდა და როცა კომუნისტების პერიოდში აშენდა სახლები თუნდაც ტექნიკური ბიბლიოთეკის წინ ხო იქ სარდაფში ის წყაროები ჯერ კიდე გროვდებოდა და იყო პირდაპირ სადარბაზოები სადაც ონკოლოგიური დაავადებების აფეთქება იყო ხოლმე ფსიქიური გამოფიტვა გარკვეული სხვა დაავადების გენეტიკური ამოვადების გამოჩენა რომ აქტიურდებოდა და ანუ ის გარემო მოქმედებს სად არის აშენებული მოქმედებს ის რომ თვითონ ამასალით არის აშენებული იმიტომ რომ
თუნდაც კომუნისტების პერიოდში იყო ერთი პერიოდი, როცა ერთი პერიოდი კი ზოგადად ტიპიურ სახლებს აშენებდნენ და მაგალითად -50 და სადაც ნორილსკში სადაც არის და აქეთ სადაც თბილისში -13-15 ქვემოთ არ ჩადიოდა ერთნაირ ტიპიურ სახლებს აშენებდნენ და იყო საექსპერიმენტო სახლები სადაც მაგალითად მოსაპირკეთებლად იყენებდნენ იმის სითბოს ეს თქვათ იმას რა ქვია სითბოს და ხმაურის იზოლატორებს როგორც პენოპლასტის მაგვარს ოღონდ ის ახალი ტექნოლოგია იყო მაშინ და უფრო ტოქსიკური იყო როსველდებოდა ამ ტოქსიკურობას უფრო აფრქვევდა და აქედან გამომდინარე ესეთ სახლებში ცხოვრება ხო გარკვეულწილად რთულია იმიტომ რომ ის საშენ მასალაც საშენ მასალაც მოქმედებს ხოლმე მე მოქმედებს დაუშვათ ადამიანის ფაქტორი თვითონ ვინ ცხოვრობდა ამ სახლში რა ინფორმაცია დატოვა ასევე სამეზობლოს ფაქტორი მოქმედებს თავისთავად და ამიტომ ამ ხალხს ურჩევ ხოლმე რომ ხალხმოსაც არის ესეთი დატვირთვა იგივე ის გეოლოგიური დატვირთვა და თქვენ სახლს ეტყობა რომ დაუშვათ სუბზარებში ან სულ რაღაც მოძრაობაშია ხო გეოლოგიურში ან მაგალითად ვერ გძინავთ ნორმალურად რომ ადამიანი აღიქვავს ამ ყველაფერს ამ გამოსხივებას ზემოქმედებას და თუ დამტრეული იღვიძებს და ანანგრეული იღვიძებს ერთი ის შეცვალოთ დაუშვათ იპოვოთ ისეთი ადგილი სადაც ძილი უფრო კომფორტულია ბიოკომფორტული ზონა იპოვოთ და მაგის გარდა ესეთ ადგილებში ნუ გააკეთებთ სულიერ პრაქტიკებს რაღაცას რა რომ ეს რო არის იოგა თუ ნებისმიერი ვარჯიში ნუ გადაიწყებთ იმ ადგილზე ესე თქვათ ამის გამოყენებას. მსგავსი ადგილები კარგია ინტელექტუალური მუშაობის დროს, იმიტომ რომ მსგავს ადგილებში სადაც არის გარკვეული გეოპათოგენური ზონა, დაძაბულობა იქნება და დაძაბულობის გამო მთელი ორგანიზმი აკეთებს მობილიზებას და ტვინის აქტიურ მუშაობას აკეთებს რომ გადარჩეს და პარალელურად რაღაცა შეისწავლოს, რაღაცა დაწეროს. თავისთავად კარგად მოქმედებს ეს, მაგრამ ხანგრძლივი ყოფნა მაინც მსგავს ადგილებში გამოფიტავს ადამიანს და ეს იგი ღლის ადამიანს და ამიტომ ურჩევ ხოლმე რომ არა მარტო ესეთი ადგილები დაუშვათ სადაც თქვენ იცით ტრადიციულად არამედ შეგრძნეების დონეზე თუ ატყობთ რომ აი ესეთი დაძაბულობა არის რომელიღაც ოთახში არ გძინავთ მონახოთ აი ეს ბიოკომფორტული ზონა ნახოთ ამ ვარჯიშებთან დაკავშირებით თუ იმასაც ურჩევ რომ თუნდაც სამეზობლო როცა დაძაბული ვიცით და რაღაც პრობლემატიკური სამეზობლოა იქაც არის ვარჯიშოთ ჯობია რა ლისტბაზე არ დიტყუსბაზე სადმე წადით სადმე ვარჯიშეთ რომ ბუნებაში ისევ ჯობია ენერგეტიკა ხო ეს დატვირთვა არ არის ის რომ ადამიანი მარტო 2-3 მეტრში გზნობდეს რაღაცას ზოგჯერ კილომეტრებში გზნობს ადამიანი ზემგზნობი არა ზოგჯერ სხვა დაშორებაზე გზნობს განსაკუთრებით ეს თუ არის სამეზობლო აქ თუ არის რაღაცა ხმაურის თემატიკები თუ შემოსული ხო იგივე მე ცოტა მძიმე მეზობელი ვარ იმიტომ რომ სულ ხმაურობ სულ რაღაცას ვაკეთებ სულ რაღაცას ჭრიი სულ რაღაცას ვარ მაშვები გადაკეთებ აქტიური ცხოვრება ხო ეს კი მაგრამ კარგია მაგრამ ჩემთვის მაგრამ სამეზობლოსთვის ძალიან რთულია ამ სიტუაციაში ხო იქ ხმაური იქ რაღაცა მოდუნება კონცენტრირება რაღაცაზე ანუ ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს მათ შორის თავარი ფაქტორი მაინც არის ადამიანი ამ თავის განწყობებით ადამიანის ადამიანთან თანაცხოვრება ეს ცოტა რთული ამბავია იმიტომ რომ ამას თელი მეგონი ლექცია დაჭირდება ხო იმიტომ რომ ეს ორი ადამიანი თავთავის ინტერესებით თავთავის ეგოთი რას ქმნიან საერთოდ რას გენერირებენ სამყაროში კიდე ცალკე თემაა და არის კიდე ნუ ამ ფაქტი ისაა რომ ხშირად როცა მოყავთ ბავშვები რომელსაც აქვთ ალერგია როცა მოწვევთ ბავშვებს აღმოჩნდება რომ ამ ბავშვი არ არის საერთოდ და უბრალოდ ამ ბავშვის ჯანსაღი რეაქცია და მისი იმუნური სისტემის აღმოჩნდება რომ დედა ძიმე ძალიან და ტოქსიკური მამა ბებია მაგალითად ოჯახის წევრი რომელიც ძალიან კულტურულია ვერ ამბობს რაღაცას ვერ გამოთქვამს მაგრამ გამოცემს გარკვეულ ტოქსინებს რომელზეც მე უკვე ბავშვის იმუნური სისტემა თავის გლანდებით ბრანწლავით ალერგიული ფონით და საკუთარ თავსაც ხო ივნებს ამით ანუ თავის თავსაც და სხვასაც ასევე დიახ ამიტომ ძალიან ბევრი თემატიკაა რომელიც ეხება თვითონ ადამიანის განწყობას გარემოსთან ეს შესავალი გვჭირდებოდა აუცილებლად ახლობით ადამიანი მიხვდეს რომ მარტო ფენშუით ამას ვერ დაალაგებს
მაგრამ თვითონ ეს ტვინშიც თუ არ დავალაგეთ ჩვენ საკუთარ სხეულში თუ არ დავალაგეთ მარტო სახლის დაალაგებით და აშენებით არ ხდება დია და პირიქით არის ხოლმე სიტუაციები როცა ეს გარემო მეტად ხანგრძლივი ჩაკეტილობა მაშინ დამანგრეველი ხდება ადამიანისთვის და აქედან უფრო ხშირად გასვლა ბუნებაში უფრო ხშირად მიწასთან ცხოველთან ურთიერთობა და მთავარი თემა რაც ამ ყველაფერს ცვლის ეს არის შინაგანი განწყობების თემატიკა. ეს განწყობების შეცვლა არის მთელი ხელოვნება, რომ ადამიანმა დაუშვათ ან საზოგადოებამ გარკვეული განწყობა შეიცვალოს, ამას ძალიან დიდი ან ტრაგედია ხშირ შემთხვევაში, ან ძალიან დიდი გაცნობიერება, რაღაც ჯანჯღარი სეციური ეს თქო, რაღაც სერიოზული უნდა მოხდეს, რომ მოვიდეთ ასე. ხშირ შემთხვევაში განოლებას ვეძახით ამას, როცა გარკვეული განოლების წერტილამდე უნდა მივიდეს ადამიანი, დაიწყოს აზროვნება და გარემოს შეცვლა და ეს თელი ესეთი ამბები ტრიალებს ჩვენ თავს და რომ მიყვეთ თვითონ ადამიანს ეს ადამიანი მას უძველთაგან მარტო როგორც საცხოვრის კი არ იყენებდა მსგავს გარემოს და ენერგიას ანამედ თვითონ საკულტო ნაგებობათაც იყენებდა ხო სადაც ხერხშეწილვა ხდებოდა სადაც ხდებოდა შემდგომში ქრისტიანობის მერე უკვე ლიტურგიები ქრისტიანული და ასე შემდეგ მაგრამ მამის გარდა კიდე თვითონ წარმართობის პერიოდში ესეთი ადგილები სადაც გარკვეული ძალა ანუ დედამიწა დაქსელია და ვარქვათ ესეთი ენერგეტიკული ეს თქვა ქსელებით გარკვეული ძარღვებით ენერგეტიკულით არის როგორც გეოპათოგენური ზონები, სადაც პათოლოგიები თავს იჩენს, ან დაძაბულობის ესეთი ზონები არის ბიოკომფორტულ ზონებს ეძახით, სადაც პირიქით კარგია და დაუშვათ ცხოველი გზნობს და ჩვენი წინაპრები იყენებდნენ ამ ზონას, კატას შეუშვებდნენ, ცხენს შეუშვებდნენ, სადაც დაწვებოდა კატა ისე ცხოველი ისეთ ადგილებში. ხო, ან აშენებდნენ, არ აშენებდნენ ამ ყველაფერს და კიდე არის ეს ადგილები, სადაც ძლიერი ამოფრქვევა ძალოვანი, ეს ძალოვანი ველების, რომელსაც წინაპრები ხედავდნენ, ან გარკვეული პრაქტიკებით აღწევდნენ, ან დაუშვათ გამოცხადებებით ხედავდნენ, სადაც ამ ადგილებს უკვე საკულტო დანიშნულებას ანიჭებდნენ და იქ უფალთან უფრო ახლოს იყვნენ, ესე ვთქვათ. ზუსტად მასეთ ადგილებში ხდებოდა ხოლმე გაჯანსაღება ადამიანის. ხდებოდა ხოლმე განაყოფიერება ადამიანის, ნაყოფიერების ჩართვა უფრო სწორედ. იყო შემთხვევები, აი ბაქოში არის შირვანშაჰთა სასახლეა, სადაც სასახლის გარშემო ჭებია ესეთი და ამ ჭაზე ერთ-ერთ ჭაზე აყენებდნენ ქალბატონს, რომელსაც რძე არ ჰქონდა მაგალითად და იქ დადგომის მერე ამდენ რაღაც 5 წუთების მერე ეს რძე ასე ძრვა ხდებოდა ორგანიზმში და რძე მოდიოდა ქალბატონს. ჩვენთან ლეგენდის მიხედვით დავით გაარეჯელი სადაც დაწმინდაზე დაუშვათ სადაც იყო, იქ ადიოდა დაუშვათ მრევლი და ნაყოფიერების თემატიკა უჩნდებოდა. მე აქედან იყო მთელი ეს ქაშვეთის ეკლესიის ლეგენდა, ხო, რომ ერთმა ქალმა დასწავა ეს თქვა დავით გარეჯელს, რომ ანუ ფიზიკურად გამანაყოფიერაო და მე მოხდა ის, რომ რაც მოხდა, რომ მან თქვა თუ იტყუები ქვაშვიო და ქვაშვეთის ამბავი ეს ეკლესია მაგასთან არ დაკავშირებული. ანუ ესეთი ადგილები ცვლის, ეს თქვა ჯანმრთელობის სტატუსს. ესეთი ადგილები უშვილოები მაგალითად დადიოდნენ თელეთის წმინდა გიორგიში და იქ მე შვილი უჩნდებოდათ, რაც კარგად არის აღწერილი კაცი ადამიანში, ხო? მრავალ ძალში დადიოდნენ კახეთიდან და მთელი, მოკლედ ეს არ მინდა მარტო ამ წმინდა ადგილებით შემოვიფარგლო, მაგრამ მთელი საქართველო იყო, მთელი ეს კავკასია თავისთავად, მაგრამ საქართველო იყო პილგრიმობის, ანუ სულიერი ესეთი მიმოსვლის ეს ადგილი იყო და ეს არ ეხებოდა მარტო ქართველებს, ხო? ის შეიძლება ჩრდილო კავკასიელი ჩამოდიოდა თავის დროზე და ლოცულობდა რომ შვილიყო და ასე შემდეგ და აი ეს ქსელები ეს ხალხი ეძებდა აი ამ სიწმინდეებს და გარკვეული მაშინდელი ესე თქვა პიარიც ამაზე მუშაობდა თავისთავად კარგი გაგებით პიარი რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო ეს მინდა ადგილები და ძალიან დიდი მიმოსვლა იყო მათ შორის მთელი ოჯახები მიდიოდნენ შესაწირი მიქონდათ და აი ეს იყო ჩვენი კულტურის ნაწილი და დღესაც ეს არის უბრალოდ ეს ცოტა გაუგებარია თანამედროვე ადამიანისთვის რომელიც ვაკეში ან საბურთალოზე ცხოვრობს და ეს არ გადის თავის უბნიდან და არ იცის რა არის სამშობლოში მილანი ნახოს რაღაც ნახოს მაგრამ არ იცოდეს თავისი ქვეყანაში რა ხდება და თუ დაიწყებს შესწავლას ნახავს რომ
და უშუალოდ ჩავა ბერთაში ეს ადგილი ხო იქ ჩავა და ხედავს რომ ადამიანები მოდიან რომელსაც კურნალობა უნდა და ეს მარტო ქართველები და ქრისტიანები არ არიან იქ მუსულმანები ჩამოდიან მთელი მსოფლიო ჩამოდის და უშუალოდ იქ რაღაც კალმახებთან განკურნება ხდება ჩავლენ მაგალითად ასპინძის აბანოებში უშვილოები და იქაც რიგი არის ხოლმე ზოგჯერ რომ ჩადიან ადამიანები რომელსაც შვილები არ ყავთ და იქ განბანის მერე მათ შვილები უჩნდებათ ვარძიის აბანოში ეს მაგალითად ეს არის ჯვრის მონასტერში წმინდა ნინოს ზუსწყაროა იქ და იქ მოღვაწეობს მამა ზაბულონია ესეთი ბერი რომელიც რომელსაც სიაც კი გამოკრული აქვს რომ იმ ადგილზე თუ არ ვწდები 260-ზე მეტი პირმშო ეს ვთქვათ დაიძრა პირშოს გაჩენენ რომ ხალხი ვისაც არ ყავდა ბავშვი 1 წელი არ ყავდა და მაქსიმალური რაოდენობა იყო 26 წელი ვისაც არ ყავდა ვისაც გაუჩნდა და ეს ხალხის ტელეფონებია გამოკრული ხალხი დადის სხვა რელიგიის წამსის ხო აქედან გამომდინარე ეს წმინდები მარტო ჩვენი არ არის ესა ზოგადად კაცობრიობის ეს ქრისტიანობამდეც იქნებოდა ეს იმიტომ რომ ჩვენ სალოცავები ხო ზუსტად იმ ადგილებში არის კი ბატონო და თვითონ თაშიც შემორჩენილია ჯავახეთში შემორჩენილია აი მანგლისის თავზე არის ერთი ადგილი სადაც თუნდაც კულტის რომელიც იყო ძველთაძველი კულტი ნაყოფიერების მამაკაცური ნაყოფიერების კულტი იქ მე-20 საუკუნეშიც კი ქალბატონები იკრიბებოდნენ ცეკვავდნენ რაღაცა შვებოდნენ და აქედან გამომდინარე რომ რაღაცა ეხვეოდნენ ამ კულტს აქედან გამომდინარე მერე მათ ნაყოფიერება უძლიერდებოდა და ანუ ბევრგან არის ხო ანუ ეს არის სოფლიოში არის სოფლიო საკაცობრიო მონაპოვარია და იმიტომ ვამბობ რომ არის ჩვენი დიდი წინაპრები მთელი კაცობრიობა და მასის ჩვენი წინაპრები და არის ჩვენი ლოკალური მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითისთვის ეს ზონა როგორ არის შემონახული უცხოეთში იგივე აღმოსავლეთშია კარგად იგივე საფრანგეთშიც არის ეს ზონა შემონახული ხო ყველგან ბრიტანეთში და რამდენიმე წლის წინ ერთი ფრანგი ადამიანი იყო ჩამოსული რომელიც იყო იქაური ორი ძლიერი ალქიმიკოსია ესე თქვა და ესენი სულ ერთმანეთთან რაღაცა იმაში არის კონკურენციაში და ერთი ჩამოვიდა თავისი ამალით. ეს მოხდა ისე რომ დაკავშირება მოხდა ჩემთან და წავიყვანეთ ვაჩვენეთ სვეტი ცხოველი ვაჩვენეთ ჯვარ სტანდარტული ჩვენი პაკეტი ხო ეს თქვა ტურისტული როცა ვიღაც სტუმარი ყავს ჯერ ხო ჯვარზე საერთოდ ყალზე და უდგათმები ამ კაც გაწის დამთლიანად ენერგია როიზო მე სვეტი ცხოველში რო შევდივარ უცებ აი შესასვლელში თვითონ ამ სვეტი ცხოველში შესასვლელში უცებ კი არ შევიდა ეს კაც ჩიგნის არამედ ამ შესასვლელს გვერდზე რაც აქვს ჩუქურთმა აი ამ ჩუქურთას მივარდა და ყვირის რაღაცა რა იყო მეთქი და ანუ ჩვენთან ეს ხო კომუნისტების დროს განსაკუთრებით ტრადიცია ხო იყო გამწყდარი და ინფორმაციის გადაცემის და ასე შემდეგ და ბევრჯერ მოხდა ჩვენთან აუხრება და რაღაცები არ ვიცით და თურმე ის ჩვენი ხუროთმოძღვარი რომელიც ამ ყველაფერს აკეთებდა ამ ცოდნას ფლობდა და შესაძლოა არის თვითონ კედელზე ორი ქოთანია მარცხნიდან მარჯვნიდან და ამ ქოთნიდან ამოდის ჩუქურთმა ამოდის წრეს ურტყავს წრეს არა ნუ პერიმეტრზე მიყვება კარებს და ჩადის მეორე ქოთანში და აი ეს კაცია ხსნის რომ ესეთი რაღაცებიო ჩვენ ტაძრებზეო რა ნიშნავსო იმ ენერგიის ამოსვლას და ენერგიის ადგილსო რა და ესე აღინიშნებოდა რომ აქედან იწყება ენერგია და ეხლა მამაჩემის გამიცოდი მამაჩემი ზომავდა ხოლმე ამ ტაძრებს მე ზომავ ვარ ყოველწლიურად ამათ ზემოქმედებას გარემოს და ზუსტად იმ ადგილიდან იწყება რეალურად ის ძალოვანი ველი რომელიც თუნდაც სვეტი ცხოველს ესე ვთქვათ ახასიათებს და უცებ ამ კაცმა თუნდაც იმ ტრადიციის მიხედვით ხო თუნდაც ვიზუალური ტრადიციის მიხედვით შემოქმედებით ტრადიციის მიხედვით აი ესეთი რაღაცა გვასწავლა რომ აი ესეთი მაჩვენებელი ჩუქურთმაზე თუნდაც ის ქოთნები და იქ ამოსული ენერგია ეს არის ზუსტად ამ ენერგიის ადგილის ეს თქვათ მაჩვენებელი რა. ანუ ძალიან ბევრი ცოდნა და დაკარგული ჩვენ შემთხვევაში, მაგრამ ბევრი რამ არის თუნდაც გარემოს და ადამიანის ურთიერთობის შესახებ იმ ძველ ლეგენდებში შემორჩენილი. ამ ლეგენდებში, რომელიც მთაშია მიმობნეული,
არის კარგად ნაჩვენები ადამიანის ღმერთის ურთიერთობა, ადამიანის წმინდა ძალების ურთიერთობა, წმინდა ძალებთან მაგალითად ურთიერთობა ეს საფრთხილო თემაა ყოველთვის, რომელიც გარკვეულ ტაბუირებას ითხოვს, არის იმიტომ რომ რაღაც არის თქმაც შეიძლება, არის არ შეიძლება, არის ადგილები სადაც შეიძლება მიახლება, არის ადგილები სადაც არ შეიძლება მიახლება, დაუშვათ არა მარტო ქალისთვის დაუშვათ. და შეიძლება ამ ადგილმა უარყოფითად იმოქმედოს თუნდაც ქალის ენერგიაზე. არამედ თუნდაც კაცისთვის, თუნდაც ხევის ბერისთვის შეიძლება ყოველდღე შესვლა გამოსვლა უბრალოდ ხევის ბერსაც არ ქონდეს. თაში გვაქვს ესეთი ადგილები, სადაც კაცისთვისაც არის და ქალისთვისაც არის. აქედან მომდინარე, ვინც არ იცის ეს გონია რაღაც სეგრეგაცია გონია, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის, ყველაფერს არის დანიშნულება აქვს. წესი აქვს ურთიერთობის, თუნდაც იმ ადგილებთან მიახლებასაც კი წესი აქვს, რომ სუფთად უნდა მიაახლო, ანუ იქ მარტო სუფთად კი არ უნდა გეცვეს, არამედ რაღაცა რამდენიმე გონებრივად სუფთად და რამდენიმე დღე თუნდაც სექსუალური აქტი არ უნდა ქონდეს, რაღაც არ უნდა ქონდეს ჩატარებული და ხვაზე უნდა იყო და სუფთად მთელი ჩასატარებელი რიტუალი და ამიტომ ეს ქვეყანა რომელიც არის ძალიან დახუნძლული მსგავსი ენერგიის ადგილებით და ეს ყველა ეკლესია ჩვენი პრაქტიკულად მასეთი ძალის ადგილებზე აშენებული მე არ გულისხმობ ახალ ეკლესიებს იმიტომ რომ ამ ახლებიდან შეიძლება 1-2 იყოს გავს ადგილზე აშენებული და ცარიელ ადგილას აშენებული ზონტკივნეული თემაა ეს საერთოდ ჩვენთვის მაგრამ ფაქტია რომ ეს ამ გამოსხივებას როგორც ვამბობთ ხედავდნენ ზნობდნენ ზომავდნენ და თუნდაც რაღაცნაირად იყენებდნენ ესე თქვა ხშირად ვამბობ მოყავს წმინდა შიომღვიმელის ისტორია როცა ის საკმაოდ დაიდებდა და სადაც მისი ბოლი სწორდებოდა იქ აშენებდნენ ეკლესიას გრიგოლ სანსელის შემთხვევაში ესენი იყრნობოდნენ ხშირ შემთხვევაში სულიერ გარკვეულ პრაქტიკებს და თუნდაც გამოცხადებებს თუნდაც ზეცაში დაინახეს ეკლესია მის ქვეშ აშენეს ანუ ტყუილობლად არაფერი არ შეიძლება არაფერი და ყველაფერთან ისეთ არის რომ ზუსტად ენერგეტიკულად ეს მზის ამოსვლა ჩასვლა ეს დეტალები საერთოდ არ ქონდათ კომპასი მაგრამ იცოდნენ რომელი საათი იყო ხო და დეტალები იყო ძალიან გათვალისწინებული სიზუსტე იყო 1 მეტრს არ გადააცილებდნენ იმ ძალოვან ველებს თუნდაც არქიტექტურულად ზუსტად იმ წერტილში ჯვრული გადაკვეთის სამძალოვანი ველების გადაკვეთის ადგილზე აშენებდნენ ეკლესიებს იყო შემთხვევები როცა აი თუნდაც არქიტექტურაში ძალიან გაურკვეველია ხოლმე გურჯაანში არის ესეთი ორგუმბათოვანი ეკლესია ხო ყოვლადწმინდას თუ არ ვცდები ღვთისმშობლის რომელიც არის ყოველთვის აი იყო საკითხი დასაჭირო იყო ორი გუმბათი აღმოჩნდა რომ იქ ზუსტად ერთ ძლიერ ძალოვან ძალოვანი ველის ძარღვზე არის ორი გადაკვეთა რომელიც ორ ჯვარს ქმნის და ხუროთმოძღვარმა ორივე გამოიყენა გუმბათები დაამთხვია იმ გადაკვეთის ადგილზე რა ანუ ეს ხალხი იყენებდა ამ დედამიწის გამოსხივებას არის კიდე ერთი ვერსია რომ დაუშვათ თვითონ ქმნიდნენ გარკვეულ გენერატორებს მაგალითად ერთი რამდენიმე წლის წინ კაცი ჩამოვიდა ხაშურელი კაცი რომელიც ქმნიდა გენერატორს რომელიც კარგად მოქმედებს მარცვლეულ კულტურაზეო და ცდილობდა რომ რაღაცნაირად ეს დაემკვიდრებინა ეს მარტო ეს არ იყო კვლევები ტარდებოდა რუსეთშიც სოფლიოშიც ბევრ ადგილზე და რომ შევამოწმეთ აღმოჩნდა რომ რეალურად გენერატორს ქმნის გარკვეულს რომელიც გარკვეულ ძალოვან ველს როგორც ადამიანს აქვს ისეთი ველი ისეც აფრქვევს არ არის გამორიცხული რომ ამ ტექნიკასაც ფლობდნენ და არა თუ დაუშვათ ეძებდნენ არამედ ნაგებობაში ან მიწის ქვეშ გარკვეულ მოწყობილობას დებდნენ რომლებიც საუკუნეები ასხივებდა რაღაც ველს ან შეიძლება ყოფილიყო დაუშვათ იქ დაკრძალული წმინდანი დაუშვათ ან ადამიანი რომელსაც რაღაც მდგომარეობას მიაღწია რომელიც კიდევ მის გარდაცვლების მერე რამდენიმე საუკუნე რაღაც ენერგიას ატარებს ხო ყველაფერი ანუ ერთად არის ამ ყველაფერს კვლევა ჭირდება და ამ ყველაფერს ჭირდება არათუ ესეთი მიდგომა სამეცნიერო რომელიც მე-20 საუკუნიდან ეს თქვა ინერციით მოყვება არამედ ახალი მეცნიერება რომელიც არის ახალი ერისთვის შესაბამისი გონება გახსნილი, გამთლიანებული, საზღვრებს იქით დანახული, შეგრძნებებზე და ინტუიციაზე დამოკიდებული ბევრი რამ და აქედან გამომდინარე ეს წინა ეს კვლევები და ამის გამოყენება, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო როგორც ვთქვით, საცხოვრისი, ეს არ არის მარტო დაუშვათ ლოცვის თემატიკა და რაღაც სარიტუალო ადგილები, არამედ კიდე თუნდაც ეს არის ის რომ თუნდაც პროდუქტების მოყვანა, ან დოვლათის შექმნა როგორ საათ იყოს, რა მოსავალს მოხსნეს, როგორ მოხსნეს, ანუ ბევრი რამ არის ამაზე დამოკიდებული.
მათ შორის ისეთი მეცნიერები გვყავს ძალიან საინტერესო ქვეყანაში, რომლებიც თუნდაც იმ თესლის გაღვივებაზე, მასწავლანი თესლის გაღვივებაზე, იქ ლოცვით, იქ ენერგიის ჩადებით, იქ რაღაცით ისე მოქმედებენ, რომელიც მე დიდ შედეგებს იღებენ და ეს ურთიერთობა ადამიანის და გარემოს და თუნდაც იმ შექმნილი დოვლათის და თუნდაც იმ ხეების ნაყოფიერების ეს მოქმედებს ყველაფერი ერთმანეთს. თუნდაც ის რომ შესაძ ღვინოს ხდიან და რომ ღერიან და ენერგეტიკულად ლოცულობენ, აი თუ ეს ტრადიციულად მე ვისაც აქვს სახლში მოსდის სოფლებში, მათ ვიცით რომ აი შეიძლება ესე იმღერონ, დაწურონ, ეს ხო ენერგეტიკულადაც კარგი არის და მოსავალისთვისაც კარგი არის. ესე ძალიან დიდი ენერგია ჩვენ რასაც გავცემთ ამ ყველაფერში. თუნდაც მანგლისის თავზე არის მამიდას ქვას ეძახიან ადგილი, სადაც ადამიანები, როცა იყო ხოლმე ან წვიმიანობა, ან პირიქით წვიმა არ იყო, ნალექი არ იყო, იქ ლოცულობდნენ და ცვლიდნენ გარემო ატმოსფერულ მოვლენებს, ხო? იყო შემთხვევა, რომელსაც ადამიანები თვითონ იკრიბებოდნენ ხოლმე და თვითონ ხატში მაგალითად ცვლიდნენ გარემოს, ანუ ეს წვიმა იქნება გამოწვევა წვიმის, თოვლის თუ ასე შემდეგ. გოდერძის ჩოხელის ისტორიაშიც იყო ეს შემთხვევა, როცა გადასაღებად იყვნენ აგვისტოში წასული, თოვლი ჭირდებოდა და ამ დროს ილოცა გოდერძი და თოვლი წამოვიდა. მე ხუმრობით ამბობდნენ, რომ მიდი გოდერძი ადირა არ შეგვიძლია ეს თოვლი და მეორედ ესე ვთქვათ ავიდა და თოვლი შეწყდა. მაგრამ ძალიან განიცდიდა, როგორც ამბობდნენ, რომ რადგანაც თვითონ მე საყვედურივით მიიღო ჩვენი ეს კი მისი უფროსთაობისგანო ამ პერიოდში როცა ჭიაღუა არის, როცა პეპელა დაფრირავს, როცა რაღაცა ისეთი აციება გამოიწვია, რომ ამ ყველაფერს ახლა საფრთხე შეექმნა და ესე ვთქვათ, რაც გორდეზის ჩინაგანად ნანობდა კიდევაც, როგორც ყვებიან მისი საახლობლო სამეგობრო და აქედან გამომდინარე, ადამიანი გარემოზე ზემოქმედებს, გარემო ადამიანზე ზემოქმედებს და ზუსტად ეს თემატიკაა, რომ ჩვენ აი მთელი განწყობები და შინაგანი სურვილით შეგვიძლია მართლა აქვე შორს წაუსულოთ, აქვე მოვაწყოთ ჩვენთვის ურთიერთობითი ან 60-ხე ან ჯოჯოხეთი, ხო? არ არის აქ მარტო საჭირო იქ ლოდინი, როდის გარდავიცვლები, აქ ადამიანი ურთიერთობით, გარემოზე მოქმედებით, საკუთარი აზრებით, საკუთარი ნამოქმედებით, ზუსტად ესეთ ის თქვათ მოცემულ რესურსს, ხო? როგორც უნდა ისე წარმართავს. როცა ცნობიერება არ არის ჩართული, შემთხვევაში დამანგრეველი ხდება ეს გარემო, ან ძველი ინერციით მიყვება, ან რაღაცა ხდება, იძაბება, მაგრამ ვერ ხვდები. როცა ცნობიერება ირთვება, მაშინ ის ნელ-ნელად ცვლის ყველაფერს, თვითონაც გადის ამ ტრანსფორმაციას როგორც ვთქვით და გარემოსაც ცვლის და აქედან გამომდინარე მარტო ეს კი არ არის მისთვის, არამედ პლუს ეს არის მაგალითი სხვა ადამიანისთვის. ეს არის მისი ახლობელი შვილი თუ გარემო თუ ასე შემდეგ, ვიდრე იმასაც უხდება მე საკუთარი გარემოს შექმნა და ჩვენ შემთხვევაში აი თუნდაც კომუნისტების დროს როცა ცოტა მუქთა იყო ბევრი რამე, ხალხი ცდილობდა რომ თავთავის ეს იგი სახლები აეშენებიათ, სადაც იქნებოდა ერთი ოთახი, ერთი შვილის, მეორე შვილის, მესამე შვილის, მეოთხე შვილის, ძლების შვილიშვილები ასე შემდეგ და როგორც წესი ესენი ააშენებდნენ მსგავს სახლს, მერე შვილები როცა ეს კაცი გარდაიცვალებოდა, დახოცავდნენ ერთმანეთს, ხო, და დაჭამდნენ ამ სახლის გამო, გაყიდდნენ, ან მიაგდებდნენ და ეს არის აი დაძაბულობა. ამიტომ ყოველ ადამიანს სჭირდება თავთავის სივრცე. თუ ცივილიზებული ადამიანები არიან და ერთ სახლში შეუძლიათ მსგავსი სივრცეების შექმნა, ხომ კარგი, მაგრამ როგორც წესი ეს არ ამართლებს, იმიტომ რომ იქ მეორე, მესამე თავა მოდის ბიძაშვილი, მამიდაშვილი და მაგალითად თელი ნაძალადების რაიონი, ან ვაკის რაიონი არის ესე აშენებული, თუნდაც რაჭვერები რო ჩამოვიდნენ თბილისში, ძმებმა ააშენეს სახლი და უშუალოდ 4 ძმამ, 3 ძმამ, აი ვეზიშიც არის ეს სიტუაცია და მათი შემდეგი თაობები არ ურთიერთობენ ერთმანეთთან, რაღაცა დაძაბულობაა. ამ დაძაბულობას ქმნის მსგავსი ენერგეტიკული მახასიათებელი ადამიანის სულის. ამიტომ მსგავს კი იზიდავს რაღაც მომენტში, მაგრამ თვითონ ფიზიკაში როგორც არის, ხო? მსგავსთან როცა მიიღან პლუსთან ის განზიდებას ხაგეთებს. ამიტომ ერთ სივრცეში ესეთი ადამიანების ცხოვრება რაღაც დრომდე, შესაძლებელია, რომ დაცულობები იყვნენ, გამრავლდნენ, რაღაცა ისწავლონ.
მაგრამ მე მათ თავთავისი სივრცე ჭირდებათ და აქედან გამომდინარე ამ სივრცის შექმნა ჭირდებათ განსაკუთრებულად ეს ხდება კრიზისულ პერიოდებში არის ხოლმე როცა ერთად შევიყრებით რომ გადავრჩეთ ნუ რაღაცა მოდის სირთულე კოვიდი ომი რაღაცა მაგრამ ეს ერთად შეყრა პრობლემას ქმნის დაძაბულობას ქმნის და მრაჩია მალე ეს ხალხი უნდა ისევ განებრინოს გარშემო რაღაცა შექმნან თავისი და ხშირ შემთხვევაში ადამიანს რომელსაც აქვს ძლიერი ტრანსფორმაცია დაწყებული აი ესე თავშეყრას ერთად ყოფნას იმ ძველი წესის ყოფნას ვერ უძლებს ან უნდა გავიდეს სადღაც ან მაგალითად იჩაგრება იმ გარემოში და იმიტომაც იყო ეს ბერები რომ შორს მიდიოდნენ ხან მესვეტეები ხან მეუდაბნოები ხდები და ტრანსფორმაციის გავლა იმ ხალხში სოციუმში შენ სოციუმში შემოსის გაიზარდა ძალიან ძნელია ადამიანი ამ დროს ფეთქებადი ხდები დაძაბული ხდები და ამ დაძაბულობის გამო შეიძლება ცოფავდე გარშემო ყველას ან ოჯახის წევრი რაღაცა აფუჭებდა სიტუაციას ხო და ამიტომ ეს გარემოდან ან გასვლა მოშორებით ხშირ შემთხვევაში არის წამალი ამ ადამიანებისთვის რომ ამოისუნთქონ თუნდაც ტრანსფორმაცია აქ როცა დაიწყო 2017 წელს დაახლოებით და 2027 წლამდე გაგრძელდება ეს კრიზისული პერიოდი ამ პერიოდში ზემოწნობიარე ხალხი ქალაქიდან გადის საცხოვრებლად და ხშირად ადამიანი რომ მოდის მეუბნება რომ აი ჩვენ გადავედით აქ აი ჩვენ გადავედით იქ ვეღარ ვძლებთ ქალაქში იმიტომ თბილისი როგორც ქვაბული აქ ბევრი ენერგია ტრიალებს მათ შორის თავკომბალასავით გახდა მთელი რაიონები აქაა ჩამოსული არის უკმაყოფილების თემატიკა არის პოლიტიკური დუღილის თემატიკა რომელიც ვერ დალაგდა 40 წელი აქედან გამომდინარე აი ამ ქვაბში ეს ხარშვა და პლუს აქ დაძაბული გეოფიზიკა თერმული წყლები და მთელი ამბები აი ეს დაძაბული გარემო მოქმედებს ადამიანზე და ეს ზემზნობიარი ტიპი აქ ვეღარ ძლებს იმიტომაც გარბის და ზოგი ტყეში მიდის საცხოვრებლად და იქიდან გადაგებს რაღაცას ზოგი სადღაც რაიონში გადადის ზოგი მშობლიურ კერას უბრუნდება საერთოდ ყველაზე კარგი არის მშობლიურ კერასთან დაბრუნება საერთოდ ენერგეტიკულად მარტო საკუთარ თავს კი არა მთელ შთამომავლობას და ასე ძალიან და ესეთ პროცესს გავდივართ ყველანი აქ და ეს განსაკუთრებით როცა რაც თქვი კრიზისული პერიოდი თუ შეიძლება გამარტავეს რა არის ეს როცა დედამიწა გადის გარკვეულ რთულ უბნებს სამყაროს სულ მოძრაობაში და გარკვეული კრიზისები 40-45 წელიწადში ერთხელ მოდის დიდი რაღაც ცვლილებები შეიძლება 1000 წელიწადში ერთხელ მოვიდეს 2000 წელიწადში მაგრამ აი რომ გაიაროს ეს კრიზისული პერიოდი და შეეგუოს აქ ცხოვრება აქ მაცხოვრებელი სისტემა სახეობები დაწყებული ფუტკრიდან ბაქტერიიდან ადამიანიდან საზოგადოებიდან და აი ამ რთულ პერიოდებშია განსაკუთრებით მძაფრი ეს ყველაფერი და თუ ჩვეულებრივ პერიოდში მეორდები ახლა მაგრამ ვერ გძნობ ამ დატვირთვას რომელიც გარემოდან მაქვს აი ესეთ აქტიურ პერიოდში ადამიანი ზემგზნობიარი ხდება და იქ ოდნავ ისე არ დგას რაღაცა არკედა ეგ ოდნავ ისე არ არის დედამიწის აშენებული სახლი და იქ რაღაცა არ ყოფნის ჩუქი ან ხმაური აწუხებს რაღაც ამ ყველაფერზე ზემგზნობიარი ხდება და განსაკუთრებით ეს არის ადამიანი ადამიანზე ხო აი რა არის მიზეზი პრობლემატიკის ამ სახლში ცხოვრობდი ჩვეულებრივად ვიყავი დავუშვით რემონტი ყველაფერი გაკეთებული მაქვს კარგი და რა მაღიზიანებს და ამ დროს აი ყურადღების მიქცევის დროს შეიძლება ამოვიჩევო სიდედრი ამოვიჩევო ქმარი ამოვიჩევო ვიღაც შვილი დაუშვათ და აქედან გამომდინარე ავაძლიერო ეს ყველაფერი ჩვენს გარემოსაც ჩვენ გვქვნით და ჩვენ ჯერ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენში ტრანსფორმაცია და მე უნდა დავიწყოთ ჩვენს გარემოზე სხვათა შორის არმაზის ხეობაზეც თუ შეიძლება ცოტა ვისაუბროთ მე ვარ ნამყოფი არმაზში და ძალიან საინტერესო არის იქ ევროპის თავისი პირამიდებით რომელიც ეს მთელი ხეები და რაღაცები ამდენი წყარო და აბსოლუტურად სხვა გარემო არის როდესაც ხეობაში შევედი გარეთ ქარბუქი იყო გლიჯებოდა ყველაფერი წვიმას აპირებდა რაღაცა და ხეობაში უკვე შედიხარ და პეპლები დაფრინავს და სხვა სამყაროში ხარ აი ძალიან ესეთი ძალიან ბევრი ადგილი გვაქვს მაგრამ ყველაზე ახლო ეხლა რომ ვთქვათ თბილისიდან გავხვალ და ძალიან მალე გვაქვს თქვენ გქონიათ რამე შეხება ეს ქვეყანა ძალიან მადლიანია მსგავსი ადგილებით ეს ქალაქი ძალიან მადლიანია იმიტომ რომ 10-15 წუთში უღრან ტყეში ხდები საერთოდ თბილისის გარშემო და
თუ ესეთი ჯანსაღი ცხოვრები ცხოვრობ, თუ დაგყავს ოჯახი, გაგყავს, გამოყავს რაღაც ეს არის აი წამალი და შველა. ზოგადად მცხეთა არის ძალიან ძლიერი ადგილი ეს რელიგიურადაც ხო და ისედაც ვიცით რომ არის ძალის ადგილია ხო იქ ქრისტეს კვართია და ამ შემდეგ, მაგრამ მაგის გარდა უძველესი დროიდან ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იყო სულიერების იქ გარშემო თუნდაც ქრისტიანობამდელი სალოცავი რაც იყო, სალოცავები რაც იყო ეს არის ზედაზენი რაც არის ახლა ეს გაცის არის ხო ქვემოთ არმაზისაც საბაგინეთი და მთელი ეს სივრცე მათ შორის თავის ტოპონიმებით რომელიც ბიბლიურ ტოპონიმებს წააგავს მაგალითად იქ არის სინას მთა არის სადაც ოლღას მონასტერია გაშენებული და ესეთი ტოპონიმები გარშემო ეს ჯვარი არის ჩვენი გოლგოთაა ჩვენი ვარიანტი გოლგოთის ხო ქართული და ანუ მოკლედ ეს თელი ეს გარშემო სიტუაციას რომელიც მაგალითად არმაზის ხეობა რომელიც არის ხეკორძის ხეობა და ესე მოიყოლებული ეს იყო საკრალური ხეობები იყო თავის ძოზე მეფის და გამგებლის ეს კუთვნილება იყო იქ ჩულებად ადამიანს არ შეესრულებოდა აქედან გამომდინარე ის ყოველთვის დაცული იყო ნუ ხო იმიტომაც ამ ადგილებში არ შეიძლება რაღაც საწარმო სიმძლავრეების დადგმა და არ შეიძლება ამის გაყიდვა ესე გაფლანგვა არ შეიძლება ეს უნდა იყოს რაღაცა ესე ნაკრძალივით ადგილები თავისთავად რომლებიც მოქმედებს და იმოქმედებს ადამიანზე მაგრამ ეს ადგილები მარტო არ არის განმაპირობებელი იმის რომ ადამიანზე მოხდეს ზემოქმედება ესეთი ადგილები ირჩევენ კომუნიკაციისთვის ირჩევენ ადამიანს. ნუ ძველად ეს ადამიანებს მაგალითად ხატმა ჩაიჭირაო იძახდა, ხატმა აირჩიაო ესეთი ადამიანები და თბილისის გარშემოც მთაშიც აი ეს ტრადიცია ისე ვიღვიძებს, როცა ადამიანს ჩაერთო რაღაცა და მან დაიწყო მსახური, იმ ადგილს ემსახურება, ან იმ ხატს ემსახურება და ეს ადამიანი გამოდის როგორც მატარებელი, ნუ როგორც ქურუმი დავარქვათ. ან რო ავიღოთ ტარკოვსკი თუ გავიხსენეთ რეჟისორი სტალკერი დავარქვათ ხო ანუ ადამიანი რომელსაც რაღაცა სულიერებამდე მიყავხარ რომელიც რაღაც მაკავშირებელი როგორი ხდება შენი უფალთან შენი გარემოსთან წმინდა ადგილთან და აი ამ დროს ხდება ესეთი ადამიანების გამოღვიძება ესე თქვათ რა მაგალითად ჩვენი მეგობარია ერთი დავმეგობრდით რომელიც ასევე არის მაგალითად ეს არის ენაგეთის წმინდა გიორგის ეკლესია არის სადაც ადამიანი ცხოვრობდა ახსოვდა რაღაც ამბები წინაპრებისგან რომ იქ ნალოცით მერე ომში მაგალითად ტყვია არ ხდებოდა მის პაპას და ესე ჩამოვიდა და როცა რაღაცა ცვლილებები დაიწყო 2017 წელს დაიწყო იმ ადამიანმა იქ ასვლა და იქ აურობის პატრონაჟი დაიწყო იქ დაიწყო სანთლის დანდება იქ დაიწყო ადამიანებზე ლოცვა ანუ გარკვეულ სულიერებაში დაუძახა ენერგეტიკულად ადგილმაც ეხლა რო უყურებ ახლა თუნდაც იმ ბატონო გუჯა პეტრიაშვილს არ ვიცნო მე მაგრამ შორიდან ხო ვაკვირდები როგორცაა და რაც არის ვინც არ მასში ვიც ატალებს ამ ხალხს რა ანუ ზუსტად ეს ამბავია რომ ის იწმინდე გეძახის რომ მე შენ ის გამტარი გახდე ის ქურუმი გახდე ის პატრონი გახდე იმ ადგილის კარგი გაგებით რომ დაუშვათ არ დაანაგვიანოს ვიღაცამ რომ რაღაცა ციფრხილით მოეპყროს რომ ვიღაცა არ ამოვიდეს და საშინელი პრაქტიკები არ ატაროს იქ დაუშვათ უბედური რაღაც პრაქტიკები რომელიც მე გარემოს აღაგზნებს იმ დოზით რომ მე არამეს დავშვიდება ჭირდება ხოლმე და ირევა ცოცხალი გარდაცული დადებითი ძალა უარყოფით ყველა მე რაღაცა უბედურებას იწვევს და ანუ აი ეს როგორც პატრონი გახდეს როგორც რაღაცა ყმა გახდეს როგორც მომსახურე გახდეს და დამაკავშირებელი რგოლი ადამიანსა და აი ამ გარემოს შორის გახდეს და აქედან გამომდინარე როცა თუნდაც ხატის შემთხვევაში ეს ხატი დაუშვათ თვითონ მოქმედებს ამ მომენტში დაუშვათ 25% თვითონ მოქმედებს მისი ძალა იმ ენერგიის მაგრამ ეს მაკავშირებელი ეს რეზონატორი უკვე თავის თავზე იმ 75%-ს იღებს პირობითად ზემოქმედების ანუ იმ ადამიანით ხდება მოზიდვა იქ იმ ტერიტორიაზე სხვა ადამიანების იმ ადამიანით ხდება ყურადღების მიქცევა ადამიანზე და მთელი იმ ცოდნის მადლის ესე ვთქვათ ამ ადამიანზე დაუშვათ ფოკუსირება დავარქვათ რა ამიტომ ესეთ ადამიანებს ესენი ეს ვთქვათ ეს არანაირად არ არიან კონკურენტები და უშუალოდ
იმ არსებული რელიგიური სისტემების და ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ბალანსი დამყარდეს მათ შორის, რომ ეს რაც არის ახალი აღთქმისეული, ძველი აღთქმისეული, ეს არის ერთი მთლიანი ორგანიზმი, ესაა საფეხურები ცივილიზაციური განვითარების. ამიტომ კი თქვენ შეიძლება იყოთ ამ რელიგიის რაღაც მიმდევარი და დამცველი, მაგრამ შეიკავეთ თავი და ნუ ლანძღავთ იმ ადამიანებს და ნუ ეძახით რაღაცა სატანისეულებს, რადგან ისინი ჯერ კიდევ ძველი წესის გაგზელებას აკეთებენ, რომელიც არანაირ წინააღმდეგობაში არ არის შენთან. იმიტომ რომ ისინი იმ ღმერთთან მიახლოებას ხელს უწყობენ და დაუშვათ მიმართულებას აძლევენ ადამიანებს და იგივე ჩვენი პატრიარქი ამბობდა იმას, რომ საუნჯე, რომელიც არის ის შიდა საუნჯე, რწმენითი საუნჯე და მეორე, რომელიც გარე არის, ხო ეს ბუნება, ეს არის ზუსტად იმ ადამიანის და ღმერთამდე მისვლის გზა არის და ამის არა მარტო შესწავლა დაუშვათ, ხო, არამედ თვითონ შეგრძნებაც აუცილებელია და ზოგიერთი დაუშვათ მზად არის, რომ მოძღვარი მიიღოს, ზოგიერთი მზად არის, რომ დაუშვათ რაღაცა ბუნებასთან კონდეს ურთიერთობა და სამყაროს ლიტურგიას დაესწრას, მაგრამ არის ხალხი, რომელიც დაუშვათ ესე ურთიერთობს უფალთან, ან არის რომ ასეთი გზა უნდა გაიაროს გზნობადი გზა. მაინც ყველა უფლისშვილები ვარ და მიგვიღებს ყველანაირად. ამიტომ ლანძღვა იმისი დაუშვათ, ეს ძველი ტრადიცია, ან ეს რაღაც არ შეიძლება მთლიანად რაც ამ მთაში შემონახული სიწმინდე თუნდაც მეტაფორულად ვამბობთ ხოლმე რომ მთაში ასვლა, აი სიწმინდეში ასვლა, მთაში ასვლა მაგას ნიშნავს, ხო? სიწმინდეში ასვლა და ზოგიერთი ადამიანი თუნდაც იმარში ხედავს რომ მთაში არის, ეს გარკვეულ სიწმინდეში ასვლის მანიშნებელია. თუნდაც წინასწარმეტყველებები როცა იგივე პატრიარქი ამბობს ან სხვაები რომ მთაში მოვა პერიოდი მთაში წავალთ, ხალხმა პირდაპირ გაიგო ეს ყველაფერი და ბუნკერების აშენება დაიწყო რაღაც მდიდარმა კლასმა და ასე შემდეგ. მაგრამ ფაქტი ისაა რომ ეს არის მეტაფორული ახსნა იმის რომ მოდის სულიერების პერიოდი, როცა სულიერებას უნდა მიახლოთ და ეს მთა ინახავს ამ სულიერებას. ამიტომ მთაში ერთხელ წასული ადამიანი მაინც ის უკვე ისეთი ვერ იქნება როგორც მანამდე იყო. მთაში ვერ ივლის ცუდი ადამიანი ხშირი წასვლის დროს, რომ იქ იმხელა დატვირთვებს და იმხელა მარტოობას საკუთარ თავთან გადიხარ, რომ იქ მერე ნამუსიც კი შეგაწუხებს რაღაც მიწიერს ჩადენენ სირთულეებს და ძალას კი არ გეყოფო, რაღაც ახვიდე გადალახო. და აქედან გამომდინარე ზუსტად ეს ბუნებაში გასვლა, მთაში ასვლა და იქ როცა მასპინძელი ხდება, ზუსტად ეს ქურუმი როცა ხდება და ვარქვათ, ხო? ეს არის ზუსტად ის შენი დამაკავშირებელი სამყაროსთან. იმიტომ რომ ქონდა შემთხვევები, როცა წავედით დიდი სამეგობროა ჩვენი და წავედით ერთხელ და გავიყოლე ბავშვი, მოყვანილი დედა მოიყვანა, პრობლემა მაქონდა ამ ბავშვს, ცოტა ჩაკეტილი იყო. ეს ბავშვი რო წავიყვანე, ახთოვანებული ჩამოვიდა და 22 წლის ბიჭი უბრალოდ ბავშვი აღარ იყო. და ეუნებოდა სახში გაკვირვებული, აი, ორი მთა ვნახე. ესე იგი პეკინს იქით გაცილებული არ იყო მთელი ცხოვრება ეს ბავშვი რა და აქედან გამომდინარე ეს ბუნებაში წასვლა, ეს ბანაკების თემატიკა, ეს ამ მთის თემატიკა რაც არის მაგალითად იგივე ესეთი სპორტული ის იყო რა ქვია ჩვენთან ორგანიზაცია იყო შევარდენი 18-21 წლებში და მაგ პერიოდში და მე იქიდან გამოსდილი ეს შევარდნელები, მე ალპინისტები, მე იყო ესეთი ფანტასტიკური წრე პიონერთა სასახლეში ეს იყო ქალბატონი მზიარის თავი და დეიდა ალექსანდრა ჯაფარიძე, რომელიც აი ომში დაკარგული თაობის შვილებს ატარებდა, უმამო თაობის ატარებდა და აზიარებდა ამ სიწმინდეს და მე ამათმა მთელი კულტურული პლასტი შექმნეს 70-იანელები და ანუ თუ რამე კულტურის თემატიკა იყო ამ პერიოდში, აი ასეთმა გამოსდილმა დეიდა ალექსანდრასთან ხალხმა შექმნა და რატომ ამბობ რა, აი ესეთი გასვლები, ეს არ არის სპორტული დანიშნულების თემატიკა, მარტო კი კუნთიც ვითარდება ყველაფერი, მაგრამ უფრო სულიერების მიღება, უფრო შეგრძნება საკუთარი თავის გარემოსი. მე იქ როცა არის ხოლმე და უფრო ხევსურეთში თუნდაც იგივე მამაჩემის თაობა როცა დადიოდა 50-იანებში მაგალითად ხო 40-იანების ბოლოს 50-იანებში ჯერ კიდე ხევსურეთი მაგალითად სავსე იყო ადამიანებით და იგივე ტრადიციული დასასრულით დადიოდნენ და
ესე იგი ჩანახატებიც კეთდებოდა, ამ ადამიანების გაცნობაც კეთდებოდა. ეხლა პირიქით ახევსურეთი ძალიან დაცლილია, მაგრამ ჯერ კიდე არის კერები, მცირე სადაც შეიძლება რაღაცა ადამიანი ისწავლო, რაღაცა ადამიანმა ისწავლო და როგორც ვამბობთ, რომ ხშირ შემთხვევაში პესიმისტური მიდგომები რო არის, რომ აი ეს რაიონი ჩვენ დაცლილი გვაქვს, ეს ბავშვებთან დაცლილი გვაქვს, ეს სოფლი დაცლილი გვაქვს. ეს ამ ყველაფრის შეცვლა შეიძლება სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, სწორი მიდგომების შემთხვევაში და ეს არა მარტო მისი რაღაცა ფიზიკურად აშენება, არამედ თუნდაც ეს ინფორმაციული წვდომა, თუნდაც იმ ლეგენდებიდან რაღაც აღება, იმ ხალხისგან რაღაც აღება, თუ არა პირდაპირ ესეთი ადამიანებისგან, რომლებიც ირთვებიან გარემოდან იხილობ ინფორმაციას და იმ ძველი წესჩვეულებების, ტრადიციების, მიდგომების, ცოდნების გადმოღება შეიძლება და პრაქტიკული გამოყენება შეიძლება, იმიტომ რომ ის ტრადიცია, რომელიც იყო თუნდაც თაში, ხო? ის დიდა მეომარს დიდა, ის დიდა ადამიანს, რომელსაც არაფრის ეშინოდა. მაგალითად, ისეთი ის ადამიანი გარკვეულ წრთობას გადიოდა საკუთარ თავთან და მე თუნდაც ღამე გზაჯვარედინზე ჯდებოდა, აუშვათ იქ რაღაცა ილოცულობდა იქ გარკვეულ უარყოფით ძალებთან, ეს თქვა, გამკლავებას სწავლობდა და ესეთი ადამიანი, ხო, ესეთი ადამიანი მე ადამიანს, რომელსაც აი ესეთი ზებუნებრივის აღარ ეშინია და ეშმაკისეულის არის ენია, იმას უკვე ბრძოლაში ვერაფრით შეაშინებდა. იქ გინდა ერთზე იყოს და გინდა ერთი 10-ზე იყოს და მეძე იყოს, შენ შიში აღარ აგაკ, იმიტომ რომ ერთი ფლობ წვდომას იმ სამყაროს როსეულ წესებთან, მეორე თვითონ იმ სამყაროში, უხილავ სამყაროში, თვალის ადამიანის ხო შეზღუდული დიაპაზონს ხედავს და რაც იქით არის, ხო, ის ყველაფერი და რომ შეხვდი, იგძენი, არ შეგეშინდა, მაგრამ აიც ვაშკაცობით გაძელი. მე ეს ისე გაწრთობს შენ, რომ მე საერთოდ უშარი ხდები ვიდრე ხორცოვნა და ამიტომ ეს ყველაფერი თუნდაც რაც იყო ცოდნა მე მაინც ვარ ოპტიმისტურად ეს დაკარგული არ არის საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ყველაფერი გამოჩნდება რა თქმა უნდა ერის ჩამოყალიბება ადრე უფრო ქონდა ადამიანს რაღაც ბუნებასთან ისეთი კონტაქტი და გარემოსთან და მთლიანად ისეთ ველში ცხოვრობდა რომ უფრო ქონდა კონტაქტი ხედავდა ცუდსაც იქ რაღაცა ძალიან ბევრი რაღაცა ყავს იქ ჭინკების თემა გვაქვს რაღაცა სხვადასხვა ტყეში მაცხოვრებელი ენერგიის თემა გვაქვს ეხლა არის ეს ძალიან დაპატარავებული ეს დიაპაზონი და ძალიან იშვიათი ადამიანები ხედავენ ეხლა უკვე ისეთი ის აღარ ხდება ეხლა თუნდაც ბებიაჩემის მოყოლილი ისტორიები რომელსაც ყვება მაგალითად რაღაცა 70 წლის წინ რა გადახდა სადღაც ღელეზე რომ გადიოდა და რა ნიშანი მისცეს და ასე შემდეგ ეხლა ძალიან შემცირებულია სავარაუდოდ ეს გათანამედროვებულმა ცხოვრებამ მოიტანა ამ ხეების გაკაფვა რაღაცა ცვლილება არის ეს ფაქტია იმიტომ რომ ეხლა ადამიანებშიც ანუ რთული ეს რაღაცები არის კატეგორია რომ საერთოდ მსგავსი რაღაცების არ ჯერა. ხო ვაკეში ვის შემოვარდება და ვინაშენ ჩემთან საბურთალოზე ვინ შემოვა ესე ხო ისული. და საქმე იმაშია როცა ჩემი საქმე არის თუნდაც ანომალური მოვლენები და როცა სამ დაუშვათ როცა იწყება ანომალური მოვლენების მომატება ეს არის ბუნებაში ანომალური მოვლენები, რაღაც უცხო ცივილიზაციებთან ადამიანების ან პოლტერგეისტის ყველაფერი, მათ შორის ეს გამოცხადება ანგელოზების, წმინდანების და შემდეგ. ძველად კომუნისტებს რო არაფერს შეჯერათ, მთლიანად ეს ინფორმაცია მამასთან იკრიბებოდა. ამიტომ მეც იმ ინერციით მოვყვები, როცა ვიწყებ კვლევას, არ ვარქვენ რომ რაღაც ერთ სახელს ეს წმინდანია, ეს ანგელოზია, ეს უცხო პლანეტელი ადამიანი თუ რა. ვამბობთ რომ ეს არის ფენომენი, მე ეს როგორ წარიმართება ეს ფენომენი, იქიდან გამომდინარე და ვისთან გვაქვს მე კავშირი ვარკვევთ და ამ პერიოდში როცა რაღაცა ანომალიები იწყება და თუ ემატება და მასიური ანომალიები, ეს არის ხოლმე რაღაცა ეს თქვათ ჩემთვის ის ანალიტიკური მასალა იმისთვის რომ მოდის ცვლილებების პერიოდი, რაღაც სირთულეების პერიოდი, რომ ეს ძალები ტყუილა არ აქტიურდებიან და იგივე მაგალითად სანამ დაიწყებოდა ჩვენთან ცვლილებები 90-იან წლებში, 88-99 წლებში ანომალიებს მამარო იკვლევდა. იქ იყო შემთხვევები, სადაც აი ბაწარა ბაბანაურის ნაკრძალში იქ მაგალითად თოვლისკაცი ვნახავთ და ჩვენ დავარქვით მაშინ დევი დავარქვით ნაკვალები გადავიღეთ მაშინ მისი ანუ აი ეს ხო ვიცოდით რომ ლეგენდაში არის დევი იგივე 2 წლის წინ იყო
სოფულ ქობულეთში, ჩაქვრის მიდამოებში იყო ანომალიები, როცა ეს ბუნების ძალები, გარკვეული ტყისულები და დავარქვათ ესეთი ფორმები, უცნაური აღწერილი ლეგენდებში, ესეთი ოჯახებში შედიოდნენ, პანიკაში იყვნენ ოჯახები და მოგვიწია ორჯერ ჩასვლა იქ და ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებთან ერთად დავლა ყოველი ოჯახის გამოკითხვა, რაღაც ინსტრუქციის მიცემა და იქ ჩამშვიდდა ეს სიტუაცია. იყო კუმის სისტემატიკა 2016 წელს დაიწყებოდა კრიზისები დედამიწაზე. ეს ადგილის თბილისის მიდამოები, მათ შორის ქვემო ქართლის მხარე, არის ერთ-ერთი პირველი მაჩვენებელი, როგორც მასიგნალირებელი რაღაც გარკვეულ სირთულეებს, მომავალ სირთულეებზე და ყოველ ჯერზე ამ ადგილას იწყება ხოლმე ინფორმაციის მოსვლა, რომ რაღაცა დაინახეს, რაღაცა ნახეს, რაღაც ზემოქმედება იყო და პორტალი იხსნება სავარაუდოდ ინფორმაციის დონეც შემოდის. დავარქვათ, გინდესი არის ხომალდები ჯდებიან. ფაქტია, რომ იწყება რაღაც ზემოქმედება და ესე დავიწყეთ სიარული. ეს მსგავსი შეწყობინებები ბევრია და ამას მე მივყვებით და იქიდან მე თუნდაც სამეგრელოში, ქართლში მივყვებით ხოლმე მსგავს მოვლენებს, საზოგადოებას ვამშვიდებ ხოლმე მოსახლეობას, რომ აქ თავარია რომ მოსახლეობა არ დაიძაბოს, რომ ამ დროს უსაფრთხოების შეგრძნეები ყველაზე მეტად ჭარბობს, როცა შენ ტერიტორიაზე, ეზოში ან სახლში რაღაც უცხო არსება შემოდის, უცხო გარეგნობის და ყველაფერი ძალიან რთულია და ადამიანს უსუსრობის შეგრძნება უჩნდება შეგრძნება, რომ სახელმწიფო ვერ იცავს, მე ესენი ადამიანები იარაღდებიან, მე ესენი პატრულირებენ ღამღამობით, მე შემთხვევები არის, რომ ამის ერთმანეთს ესროლეს შიშიდან და ასე შემდეგ და მე იქ ხან სპეცნაზი მორიგებს ხარა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ამ მოვლენის მართვა შეიძლება, ოღონდ ამას შვიდი მიდგომა, რასაც ვაკეთებთ ხოლმე დავდივარ ეს, მაგრამ როცა უკვე მოდის პერიოდი აგზნების, უკვე ასეთი ინფორმაციისთვის არავის ძალიან, იმიტომ მე ეს იცვლის ხოლმე ფორმას, სახეს. თვითონ ის ხშირი კავშირები, რაც იყო ჩვენთან ტრადიციულად იქ წყაროსთან ჩასვლა, ჩამოსვლა, ამ თის და ამ სოფლების დაცლამ ძალიან ძლიერად იმოქმედა. ხალხი გამოკეტილია თავის სახლებში, ისედაც რაღაც დაუშვათ როცა მივდივართ ახალქალაქისკენ მაგალითად სოფლებში და იქ ვართან მეზობლებს ვესაუბრებით ხშირ შემთხვევაში იქ რაღაცა შიშის ფაქტორი უზის ადამიანებს ისტორიული გამძაფრებული შიშის და ისინი არ გადიან ხოლმე შორ ეს თქვათ მანძილზე ღამე არ გადიან არ დადიან მაგრამ ძველად როცა წყალი არ იყო როცა 1-2 კილომეტრი უნდა გაგებო წყაროსთან როცა სარეცხი უნდა გეტარებია ყოველთვის აი ესეთი შეხვედრები ამ ბუნების ძალებთან იყო არის და ეს ლეგენდებად არის დალექილი რა და აქედან გამომდინარე ადამიანები არა მარტო ესე ხვდებოდნენ არამედ იყო სიტუაციები სადაც ლეგენდებში არის აღწერილი და შეგვიძლია ეს მოვიყვანოთ საინტერესო ადამიანები და იმათვათ მოვაყოლოთ ვინც არის სპეციალისტი არის შემთხვევები როცა იგივე მებრძოლი სულეთის სამყაროში გადადიოდა რომ იქ რაღაცა შეეცვალა ხო არის მთელი ლეგენდები რომელიც ეხება დევების და ეს თქვათ ჩვენი სიწმინდეების ანუ გმირების ურთიერთობას და ბრძოლას და ამ ბრძოლას რომ მოისმენთ ხოლმე უშუალო მომყოლიდან იგონება რომ აი კოსმიური მასშტაბის რაღაც ბრძოლებს აღწერს რაც არის რა. მათ შორის გამოყენებული იარაღი თუ როგორი იყო რაღაც ცეცხლოვანი ლახტი რაღაც იარაღები და გამოდის ის რომ ეს ძალები იყვნენ სამყაროში არიან იქნებიან და ამ ბუნების ძალებთან ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათთან ურთიერთობის თემატიკა ამიტომაც იყო აუცილებელი ზღაპრების თემატიკა ეს ზღაპრები გვამზადებდა რაღაც სიმღერების თემატიკა სიმღერებში ბევრი რაღაცა არის შენახული მაგალითად თუნდაც დასავლეთ საქართველოში ძაბრალეა სიმღერა ესეთი რომელიც ასწავლის ეს კი რთულයි ბუნების ძალებთან ურთიერთობის გამზადებს შინაგანად და ბრძოლის უნალიან ხდის მთელი ეს ლეგენდები რაც არის ხევსურული ზუსტად ეს რაც გითხარით რომ ამ ბუნების ძალებთან ურთიერთობის თემატიკა და აქედან გამომდინარე ვის ვზდით იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ადამიანი ხო აქ სული რაც მოდის ეს გარკვეულ ტრაუმებს იღებს ხო ეს ტრაუმები როგორც წესი ოჯახიდან არის ხოლმე და თავისთავად გარემოდან და ბუნების ამ ძალებთან შეხვედრა რეალური შეხვედრა ან თუნდაც რაღაცა თვალთუხილავი ძალებთან შეხვედრა ხშირ შემთხვევაში დიდ ტრაუმას ტოვებს თუ არ არის ადამიანი შემზადებული ან თუ არ აუხსნი მერე
ყველაფერს და ამიტომ თვითონაც ამ ზღაპრებით ხდებოდა ადამიანის შემზადება ბუნების ძალებთან საურთიერთობოდ. საბოლოო ჯამში დიდ ცხოვრებასთან საურთიერთობოდ, თავისი თულებთან, მტერთან, რაღაც ძალებთან, მოლროთან და ასე შემდეგ და ამიტომ ეს ზღაპრები იყო ამ ერის იმუნიტეტი. ამიტომ ვისაც არ ეზარებოდა მე ამ ერს ვინც უჩყიკინებდა ყოველთვის ამ ზღაპრებს აძაგებდა და დაგსვინოდა, მაგრამ ფაქტია ეს ზღაპრები არის ჩვენი ფსიქოლოგიური მზადობის, რაღაც მზაობის, საბრძოლო მზაობის რაღაც ნაწილია და ამაზე ხელი შეხება, ესე ცუდად და ლანძღვით და ქილიკით არ შეიძლება. ამიტომ აი მთელი კომპლექსი ადამიანის ხო, რაც არის გაზდის დროს, რაც ჭირდება ლეგენდები, გარემოსთან ურთიერთობა, ბრძოლის უნარი, თუ რა, ეს ზეპირათაც რო გადადიოდა შვიდნაშვილის შულზე. ამან მოგვიყვანა აქამდე, ამდენი 1000 წელი რა, თორე ეს ტრადიცია და ტრადიციის დაგროვების უნარი რო არ ქონდეს და ამ ბუნების ძალებთან თუნდაც ურთიერთობის უნარი რო არ ქონდეს, ჩვენ აქამდე ვერ მოვიდოდით. აღარ ვამბობ რომ მტრებთან და ეს მომსვლელებთან. აი ეს ამბებია. გამიგზელდა ხოლმე, პასუხი მიგზელდება ფაქტიურად ხოლმე. ნახეთ როგორ რა მაინტერესებს კიდევ, აი ენერგია, ვიღაცა ტყეში ხედავს, ვიღაცა სადღაცას, მოკლედ ბევრნაირად აღვიქვავთ ამას. მაგრამ ყველა სახლში, ყველას გუჯერა თითქმის ეხლა 90-100 კაციდან ალბათ 99 ადამიანს მაინტერესებს რომ სახლის ანგელოზი ცხოვრობს ჩვენ სახლში, ყველას ყავს ეს ანგელოზი და არის იმის ტრადიცია რომ სახლს როდესაც ვეცვლით, სახლის ანგელოზს ვეპატიჟებთ და მიგვყავს. და ეს მარტო საქართველოში არა, მსოფლიოში ძალიან ბევრ ქვეყანაში არის. ამ თემასაც რო შევეხოთ. ხო, სახლის ანგელოზი, ფუძის ანგელოზი, ეს ოჯახთან დაკავშირებული თემატიკა ეს კიდე თემატიკა დაკავშირებული თვითონ ადამიანის მიერ შექმნილ გარკვეულ ეხლა ხო მოდა შეესწრო ეგრეგორზე ხო ანუ გარკვეულ აზრ ფორმაზე რომელშიც მეზე მოქმედებდა ეს აზრ ფორმა მე იწყებს თვითონ მოქმედებას და თავის წესების დადგენას და თვითონ ეს ანგელოზების ზემოქმედება და კავშირი თავისთავად არის ამას აძლიერებს აზრ ფორმა თვითონ ამ ყველაფერს და აქედან გამომდინარე ეს სახლი ხდება გარკვეული ინფორმაციის მატარებელი ამ ინფორმაციის წაღება შეიძლება ამ კავშირის გაყოლა შეიძლება სადაც წავალ თავისთავად, მაგრამ იქ ინახება ის ინფორმაცია გარკვეულწილად რჩება. ამიტომ არის ხოლმე ზოგჯერ მართლა კარგი ახალი სახლი ხო და არა ძველი რაღაცა, მით უმეტეს ეს ძველი თუ არის დაკავშირებული რაღაც ტრაგედიებთან, მაგალითად. ეს არის როცა დაუშვათ რაღაცა იგივე ოჯახის წევრმა დაუშვათ რაღაცა ჯადო უბედურება რაღაც გააკეთა დასწევლა ვისხაც ნებას ჩაერია და დაუშვათ ეს მოქმედებს ჯერჯერობით იქაურობაზე მაგალითად იქ გარდაცვლილი მრავალ ადამიანი ვინც ეს ჩაიდინა თვითონ ამისაც გაუკეთა ვერ გათავისუფლდა მისი სული ვერ წავიდა მიეჯაჭვა ვერ ხვდება რომ არ არის ცოცხალი და შეიძლება ხანგრძლივად 10 წლეულები 100 წლეულები იყოს მიჯაჭვული სიტუაციას და როცა უგზნობი ოჯახი გამოდის ან რომელსაც ნიჭი არ აქვს რაღაც კავშირის ჩვეულებრივად ცხოვრობს აქ აი გინახავთ თუნდაც მულტფილმებში ან ფილმებში რომ ბრიტანულ რაღაცა კოშკში სადაც იმაში ციხესიმაგრეში ჩვეულებრივად ცხოვრობენ ჩვეულებრივად არიან და უცებ რომელიღაც ოჯახი ჩადის რომელიც ხედავს იქ გარდაცვლილ რომელიღაც 400 წლის და იწყება რაღაცის ანუ ყურადღების მიქცევა ესეა რომ ის სული რომელიც ეჯერჭება იმ ადგილს ვერ თავისუფლდება არ იცის რომ გათავისუფლდა ამიტომ დამძიმებული აქვს რაღაც აქაური კავშირებით და დამული ჯადოთი უბედურებით ანუ გარკვეულ შვედას ითხოვს ხოლმე ან თვითონ დააშავა რაღაცეები რომელიც გამო მისი სული არ თავისუფლდება რა და მიჯაჭვული ანუ ჯოჯოხეთამდეც კი არ არის მისი სული აქვე აქვს ჯერ ეს ციკლი არ არის ჩამული და აქვე მიჯაჭვული ამიტომ ის მე ან თავისთავად ან თუნდაც სტუმარს მოსულს რომელიც აგზია მგზნობიარობა იმას ევლინება და თხოვს რაღაც ყურადღებას იქცევს ეს ყურადღებას მიქცევა შეიძლება გამოიხატოს პოლტერგეისტით რომ რაღაცა ხმაურობს სული ხმაურიან სულს ლიქვიან გადააგდოს ჩამოვარდეს ნატურები დაიწვას დაუშვათ იყო შემთხვევები რომ სეიფებიც კი დაფრინავდა კარატები დაფრინავდა დაუშვათ განყოფილებაში პოლიციის წყნეთის შემთხვევაში ოჯახებში თვითაალება მოხდეს და უშუალოდ ხანძრები მოხდეს და 1000 რაღაცა მათ შორის ეს არის თუნდაც პატარა მგზნობიარე ბავშვების გამოღვიძება ტირილით თუნდაც ცერებრალური დამბლიანი ადამიანების თუნდაც შეგრძნება რომ ეს ხედავს პაპას ხედავს და ყვირის პაპა ნამდვილად მოდის ეს პაპას განთავისუფლება ჭირდება სულისით რომ მან თავის დროზე რაღაც ჩაიდინა
აი ესეთი შემთხვევები ანუ ეს მოქმედებს ადამიანზე და თუ ეს ადამიანი მე მიხვდება და არ გამოიქცევა იქიდან და მიხვდება და დაიწყებს დალაგებას ან სპეციალისტს მოიყვანს გარკვეულს რომელიც ან მე თავისთავად ჩაატარებინეს პანაშვილს შეკრებს ოჯახს რაღაცას მოინანიებენ და ასე შემდეგ ასე შემდეგ მე ყველაფერი ლაგდება მშვიდდება ისურის თავისუფლდება და ის ადგილს იწმინდება იყო შემთხვევები როცა თუნდაც სიგნალში ჩემი დის გვერდზე სახლის საერთოდ არ ეყიდებოდა და ანუ რაღაცა სიმძიმეტრიალებდა მოხდა და შემდეგ ასე თქვა შეგრძნება ქონდა რომ უნდა აკურთხონ მოიყვანეს მღვდელი აკურთხეს თუ არა იმავე წელს გაიყიდა ეს სახლი იყო თბილისში შემთხვევები როცა სახლებს თვითონ აქვთ რთული თავისი ისტორია იმიტომ რომ იქ ადგილმდებარეობის გამო იქ დაუშვათ საიტა ჭიშკარი გაჭრილი იმის გამო მოხდა რომ 2-3 ოჯახი ამოწყვეტილა და აქედან გამომდინარე ის სახლი მე ხანგრძლივად ვერ იყიდებოდა ბოლო ყიდველმა დაუშვათ ჭიშკრის მიმართულება შეცვალა და რომელიც გზაზე აღარ გადადის და უკვე სიმშვიდეა მაგრამ მაინც მძიმე ინფორმაციის მატარებელია მსგავსი სახლები მე ვარ კორპუსში ნამყოფი გლდანულაში რომელიც ყოფილი ტაძრის ტერიტორიაზე არის აშენებული და ყველას ძალიან ციტ ენერგეტიკულად იქ შეგრძნება ამ ხელა კორპუსი ისეთი ის ჰქონდა ჩემთვის ძალიან რთული იყო და იქ ანუ სულ ისეთი ისტორიები ხდება ანუ თავს იკლავენ ან ისევტებიან რაღაცა ენერგეტიკულად ძალიან ისეთი ბინძური ადგილია ერთი 2004 წელი იყო სტატია დავწერე ესე რომ ცოცხალთა თუ გარდაცვლილთა ქალაქია და მოყავდა თბილისში ეს ზემოქმედებები მათ შორის ეს არის ტაძრები მათ შორის ეს არის სასაფლაოები და ზრდაზი სასაფლაოები, ძველი სასაფლაოები. ანუ ესეთ ადგილებში მაგალითად სასაფლაოები, ის ზემოქმედება, რომელიც არის გახსნა იმისი, მარტო ეს კი არ არის ფიზიკო-ქიმიური თემატიკა, რომელიც ჩვენ შესწავლილი გვაქვს ადამიანებს, ხო, რაც ზომავთ. ეს არის ფოსფორის გამოსვლა და ასე შემდეგ ძვლიდან, ძვლის ტვინიდან და ასე შემდეგ და ძვლის არამედ ეს არის პლუს ის ინფორმაციული მომენტი, რომელიც აი ამ სხეულს დარჩა. მათ შორის არის სიტუაციები, როცა მიჯაჭვულია ეს სული და ის 1000 წელს ამ ვიღაცა რაღაცას არ მოინანიებს, მაგრამ მე შემომავალი რაღაცას არიზავს, ეს ვერ თავისუფლდება და აქედან გამომდინარე ეს ზემოქმედება მოქმედებს ადამიანზე და ამიტომ ასეთ ადგილებში ადამიანები მერე აი დაუშვათ ლაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანები ან დასუსტებულები დაუშვათ იმ ადგილზე თავს იკლავენ იმ ადგილზე რაღაცა მათ ატრიგერებთ და დაუშვათ რაღაცა ფსიქოლოგიური რაღაცეები ეწყება სირთულეები და არის ხოლმე სიტუაცია რომ არათავისი არამედ შეიძლება იყოს იმ სულის რაღაცა ინფორმაცია ეძლევა და იმის ცხოვრების გავლას იწყებს თავისი მძიმე დაბოლოებებით რა. იმ ადგილებში ჯანმრთელობის სტატუსი როგორც თქვით მუშტება და მე ეს რაც შეეხება სასაფლაოებს. მე შემდეგი თემატიკა ეს არის ეკლესიები. ეკლესიებამდე კიდე ვიტყვი ამ სასაფლაოებს მივაყოლებ რომ ამ ქალაქში ამ ქალაქმა ბევრჯერ გადაიარა თავისი სირთულეები მათ შორის ეს სირთულეები იყო მაგალითად ბევრი რევოლუცია, ბევრი აჯანყება, ბევრი ჩახშობა, ბევრი დახვრეტა და მთელი უბნები გვაქვს სადაც თუნდაც სარდაფებში ხდებოდა ეს ეგზეკუციები და ეს ყველაფერი ინფორმაციას ინახავს ხო მე აქ ხდებოდა თუნდაც ტყვეების სასაფლაოების საზღვრების ეს რა ქვია განაშენიანება ესე განაშენიანება არ ქვია ნუ გაკეთება ეს არის წითელი ბაღის შემთხვევაში იაპონელების სასაფლაო ეს არის სხვადასხვა ადგილას გერმანელების სასაფლაო ხო საძმო და ასე შემდეგ და დაკარგული ძალიან ბევრი ტყეებშიც მაგალითად ხო არის მაგრამ თვითონ მაგ ადგილებში რაღაცის შენება არ შეიძლება თუნდაც ერთ-ერთი ეკლესია რო შენდებოდა არ მინდა დასახელება ხო მაგისი მთელი სასაფლაოს მოჭრა მოხდა და მე ერთ ტყრის ერთ ნაპირზე ამისი დაყრა მოხდა ამ ყველაფრის სამძულების და მე იქ დიდი უბანი აშენდა და ეხლა ის სახლები იყიდება. გლდანში არის მაგალითად ერთ-ერთი მიკრო ზუსტად ვიცით რომ არ დავა კონკრეტულად არ დავაფრთხოს ხალხი მაგრამ დაახლოებით. დიახ, რა ის რაღაც ფარეხებს აშენებდნენ, ეს ჩემ ბავშვობის დროინდელ ამბავს ყვები ახლანდელი არ არის და ზუსტად ამ ფარეხების დროს ისეთი ისინი ამოიღეს და ნუ ის მერე იწახდნენ რომ კორპუსიც ესეთ ტერიტორიაზე დგას და რაღაც სარკოფაგებივით იყოს და ჩაყოლებული და იყო. ძალიან მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა გარემო
გულისხმობს, რას ავარჩევთ, სად ავარჩევთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ესე აი ზუსტად ეს ქაოსი მოაქვს იმას, რომ ყველგან სადაც ადგილს ვნახავთ, უნდა იქ გვინდა, რომ იქ ვიცხოვროთ და ესე არ არის. და ეს ზუსტად კითხვა რაც იყო, საიდანაც მე გადავუხვი, ეს არის წმინდა ადგილები. ეს წმინდები ჩვენ ისე ვთქვათ მულტიკულტურული ქვეყანა ქალაქი ვიყავით და ყოველთვის ხო თბილისი. და აქედან გამომდინარე ამ ადამიანებს ხო სხვადასხვა წმინდა წარმოდგენების ადამიანებს თავთავის სალოცავები ჰქონდა, რომელიც არ შენდებოდა царილ ადგილზე. ეს ერთი, ანუ იქ გარკვეული ძალოვანი ველები იყო და მეორე თვითონ ხანგრძლივი ლოცვის დროს, იგი და მრავალი ადამიანის მისვლის და ინფორმაციის დატოვების დროს თვითონ ეს აზრფორმა რაც თქვით, ის გვივდება, იზლიერდება და ანუ ის ადგილები ესე იგი ნალოც ადგილებს ეძახიან ხოლმე მაგას რა რუსულში მაგალითად ნამოლინი იმის და ანუ ადგილების რაღაცა ლოცვას რაღაცა ფსიქოემოციური აქტივობა განახორციელე ის ადგილები ინახავს ათასობით წელი ინფორმაციას ამიტომ მსგავს ადგილებზე სხვადასხვა პოლიტიკური ცვლილებების დროს, რევოლუციების დროს, აქ სხვადასხვა ესე შემოდინებების დროს, სხვადასხვა ახალი დამპყრობელის ეს ადგილები ხშირ შემთხვევაში ხდებოდა მათი გრევა ან აშენება ისევ, ან თუ არ აშენება, იქ დაუშვათ საცხოვრებელი რაღაცა, საცხოვრისების მოწყობა და ანუ თბილისშიც არის ბევრი ადგილი, ფილმშიც, ტელევიზორშიც, ტელევიზორშიც იქნება ნანახი და YouTube-ზეც რომ არის ადგილები, სადაც იყო ძველი ეკლესიები, ნაეკლესიარი ადგილი, დაწყებული პარლამენტის შენობიდან, გაგრძელებული რუსთაველზე მარჯვენა მხარეს გარდირობი რომ არის მაღაზია მის გვერდზე არის შენობა დღესდღეობით იქ პირველ სართულზე სახაჭაპურიც არის რაღაცა ისეც ეკლესია იყო იქ გავლაბარში ბევრ ადგილას არის ეკლესიები მერე ეკლესიის გაყოლებაზე გვერდზე აშენებული სახლები რომელიც ეს ყველანი არიან აი ამ ძალოვანი ველების ზემოქმედების ქვეშ არიან და იმ ადგილებში ანუ ყველაფერს აქვს თავის დოზირება ანუ შეიძლება იქ ცოტა ხანი იყოს კარგი ყოფნა, ადამიანები წუთიან რაღაც, მაგრამ ხანგრძლივი მუშაობა, ძილი, საყოფაცხოვრებო თემაზე საუბარი, დაძაბულობა, დაძაბული განწყობები და ესე ხდება, აი ეს აკეთებს დამანგრეველს ახდენს და ხშირ შემთხვევაში მას ადგილას ამ ადამიანებს ჯანმრთელობის სტატუსიც კი ერყევათ, იწყება ხეიბრობა, ფსიქიური რაღაცა შეშლილობა, სუიციდალური მომენტები რა თქვით, ონკოლოგია და ასე შემდეგ, იმიტომ ეს ძალიან მოდებულია ის მინდა ვქო რა ვიცი. ამიტომ ეს მოქმედებს, ამიტომ ის ადგილი მაინც უნდა იყოს გამოყენებული ეს ეკლესიად და დაუშვათ ან რაღაცა სიწმინდის ადგილად და არ შეიძლება ამას საყოფაცხოვრებო რაღაც გამოყენება რა და ამიტომ თუნდაც ეს ადგილები სიწმინდის ადგილები ქმნის გარკვეულ ზემოქმედების არეს და აი ზემოქმედების არის დროს ხო იქ რო შესული ადამიანი იმიტომ თქვით ბატონი გუჯა თქვით ჩვენი მეგობარი ნიკოლოზი თქვით რომელიც აი ასე ლოცულობს და წმინდა გიორგის ხალხს მართლობს ენაგეთში ანუ აი ესეთი ადამიანები აკეთებენ იმ სივრცის დაცვას გარკვეულწილად რომ მოდით აქ არა აშენოთ მოდი აქ ხალხი მოვიყვანოთ ილოცოს სწორედ ილოცოს სწორედ ხო სწორედ მართოს განწყობა საკუთარი და ამ დროს როცა ჩვენ მივდივართ მსგავს ადგილებში ჩვენ იმ სწორი განწყობით მე სწორედ ზემოქმედებთ როგორც ჩვენ ცხოვრებაზე ესევე გარემოზე მაგრამ ჩვენ თუ არ მივედით სწორედ ამ სიტუაციაში ვართ დანგრეულების შინაგანად ვართ დაბინძურებული რაღაცა ქმედებებით ენერგიით ძიმე განწყობები გვაქვს აი გვინდა ვიღაცა მაგალითად ჩვენ შვილს მაგალითად რომ არ ეს არ მომწონს ეს გალი ვიღაცა ვინც ყავს და მინდა დაშორდეს და ამ დროს ნებაში ვერევი ისა ჯადო პრაქტიკულად ეს კატასტროფა და ამ დროს როცა მივდივარ ამ წმინდა ადგილზე აი ეს ყველაფერი ადის ზემოთ ეს ყველაფერი იფილტრება გარკვეულ მოქმედებას აღძრავს და ამით მე ჯანჯღარებ და გარემოსაც რაღაცა ჯანჯღარებ და ამიტომ თუნდაც იმ სიწმინდეში ვერ შევდივარ და უშუალოდ ხო იმ ეკლესიაში იქ შინ საყოფაცხოვრებო თემებზე არ შეიძლება საუბარი რაღაცა ყურადღების გადართვა იქ საუბარი ანეკდოტების მოყოლა საქმის გარჩევა რაღაცა არ შეიძლება იმიტომ რომ ამ დროს ან რაღაცა უკმაყოფილებების გამოთქმა ამ შემდეგ იმიტომ ეს ყველაფერი მე ძლიერდება და იწყებს სამანგრევლად მოქმედებას ამიტომ ჭირდება რომ და ეს ეკლესიაში ვამბობ და იმ ნაეკლესიარ ადგილებშიც
ის მადლის ენერგია ყველაფერი ტრიალებს ესე მოქმედებს და ამასაც უნდა სიზუსტავი. ამიტომ ის ოჯახი, რომელიც იქ ცხოვრობს, ხო? რომელიც იქ დაძაბულობითაა დაკავებული, სექსითაა დაკავებული, ერთმანეთს ვერ იტანენ დედამთილის ზალზე და ასე ხო? გინება 1000 რაღაცა. საერთო საქმეს აპუჭებს რა, ანუ საერთო გენერირებას იწყებს მე პრობლემატიკის და თავისთავად ამად ჯანმრთელობას ურტყავს. ამიტომ ძალიან ფაქიზი თემატიკებია მსგავსი. ჩვენ აუცილებლად უნდა შევხვდეთ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ეს ისეთი თემა არის და იმდენაირად შეგვიძლია წავიყვანოთ, რომ ძალიან საინტერესო არის. ძალიან მინდოდა ჩვენს მაყურებელს რომ მოესმინათ, იმიტომ რომ უნდა იცოდნენ რომ ენერგიები არის ზუსტად და რაღაცებს რო ვაბრალებთ ან არ ვაბრალებთ ან რაღაცას რო გონიერ რომ დაწყევლილი ვარ მარტო ესე არ არის, შეიძლება აქ იყოს სულ სხვა რაღაცა ხდებოდეს და ძალიან დიდ ინფორმაციებს მიიღებენ. ძალიან საინტერესო იყო ჩვენი თემატიკა. მოკლედ ჩვენ გვაქვს საჩუქარი თქვენთვის. ეს არის მაღაზია თილისმამ გამოგიგზავნათ 2026 წელს ცეცხლოვანი ცხენის წელი დადგა, ამიტომ დადგა რა 17-ში უნდა შემოვიდეს ოფიციალურად. გამოგიგზავნათ ესეთი საინტერესო საჩუქარი, იმედია მოგეწონებათ და ძალიან დიდი მადლობა ერიკლი, ძალიან საინტერესო იყო თემა და მთელი ეს პერიოდი ვფიქრობდი რომ აუცილებლად ჩვენ უნდა კიდევ ერთხელ შევხვდეთ. წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნახვამდის. ბედნიერთ.